იტალია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიული და ეკონომიკური ძალაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს. თქვენ უყურებთ პოდკასტს „როგორ და რატომ“ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ იტალიაზე, მის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე და მის როლზე გლობალურ გეოპოლიტიკაში. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იტალიის რესპუბლიკაში დავით ბაზერაშვილი. შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება, ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები და დაგვეხმაროთ, რომ ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის იტალია და მინდა რომ დღევანდელ ეპიზოდში დავფაროთ ევროპის ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანა, როგორც სხვა ქვეყნების მიმართ, იტალიის მიმართაც არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ცოდნა, განსაკუთრებით მისი შიდა პოლიტიკურ და მის ადგილზე, ასე ვთქვათ, ევროპის გეოპოლიტიკაში და მსოფლიო პოლიტიკაში და ამიტომ მინდა რომ, ასე ვთქვათ, გავშალოთ ეს თემა და კარგად დავანახოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს თუ რას წარმოადგენს დღეს ევროპა, რა ხდება მის შიდა პოლიტიკაში და რა ამბიციები ამოძრავებს, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანას და მოდით დავიწყოთ იმ აღქმებით, რაც დღეს მსოფლიოში და საზოგადოებაში არის, რომ იტალია თითქოს აღიქმება როგორც ევროპის მეორე ხარისხოვანი, არა ძირითადი მოთამაშე, არამედ მეორე ხარისხოვანი, არასტაბილური ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა მიმართულებებით აქვს პრობლემები და რამდენად რეალისტურია ეს აღქმა. ეს არის, ასე ვთქვათ, ცუდი პიარის გამო თუ ეს რეალურ საფუძვლებზე არის დაყრდნობილი. მადლობა, მივესალმები თქვენს მსმენელს, მაყურებელს. გამიხარდა რომ ეს ინტერესი გამოთქვით და სრულიად გეთანხმებით, რომ ხშირად ეს არ არის ხოლმე სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, წარმოდგენა სხვა ქვეყნებზე, მათ შორის იტალიაზე, იმიტომ რომ არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი, რომ იტალიას ვიცნობდეთ მხოლოდ მისი კულტურით, ტურისტული შესაძლებლობებით, fashion მოდისა და ძვირადღირებული მანქანების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამით იტალია ცნობილია, ასე ვთქვათ, პოპ კულტურაში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის იტალია, იმიტომ რომ იტალია გარდა ამისა კიდევ ბევრი გაცილებით მეტია და საინტერესო ქვეყანაა თავისი ტრადიციული დიპლომატიით, თავისი ისტორიით, მისწრაფებებით და კულტურით ნებისმიერი მიმართულებით. იტალია პირველ რიგში უნდა გვაუწყდეს, რომ არის ევროპის კავშირის დამფუძნებელი ქვეყანა. იტალია არის სიდიდით მესამე სახელმწიფო, მესამე ეკონომიკა ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის და იტალია არის G7-ის, ანუ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყანა, ხო? შესაბამისად მას აქვს როგორც ეკონომიკური გავლენები, ისე კულტურული გავლენები, პოლიტიკური გავლენები და ნებისმიერი ტიპის, ასე ვთქვათ, დიპლომატიური მუშაობის ძალიან დიდი და სხვათა შორის ესეთი კლასიკური დიპლომატიის დიდი ისტორია და ტრადიცია. ესეთი მე უფრო დავსვავდი კითხვას, რამ გააჩინა ასეთი შთაბეჭდილება იტალიის შესახებ. თითქოს აი მაგალითად ხა ალბათ არავის არ გაუკვირდება თუ ვიტყვი რომ დავუშვათ ევროპის კავშირის წამყვან სახელმწიფოებად, როდესაც თუ ვინმე ასახელებს, ყოველთვის ასახელებენ გერმანიას და საფრანგეთს, ხო? ანუ გერმანია და კი ბატონო, სწორი არის, გერმანია წამყვანი სახელმწიფოა, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკაა და ძირითადად ეკონომიკური კავშირია, ეკონომიკური პოლიტიკური კავშირი ევროპის კავშირის შესაბამისად, ყველაზე დიდი დემოგრაფიულადაც ყველაზე დიდია და ესევე მოყვება შემდეგ მოდის საფრანგეთი, თავისი ვრცელი და ასე ვთქვათ, გამარჯვებებით სავსე ისტორიით და მერე შემდეგი მესამე ქვეყანაა იტალია. იტალიას არ აქვს მე ჩემს შთაბეჭდილებებს გეტყვით ისტორიული მიმოხილვა და ესე ну რასაც რო გადავხედოთ დღევანდელი გადმოსახედიდან რა შთაბეჭდილებები გვჭება. თვითონ არ აქვს ესეთი ხშირად თვითონ არ ქონდა ხოლმე რომ ყოფილიყო წამყვანი ასე ვთქვათ ლოკომოტივი, რომელიც წაიღებდა ამ იმას რა. ყოველთვის იტალიას უჭირავს ყოველთვის თუ არა ძალიან ხშირად
ისეთი როლი, როდესაც იგი აკვირდება ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც და მხოლოდ მაშინ აიღებს გეზს არჩევანს, როდესაც დაინახავს თუ რომელი უფრო მიდის გამარჯვებისკენ, რომელი უფრო მიდის სწორი მიმართულებით. თქვენ თუ დააკვირდებით სიტყვაზე პირველ მსოფლიო ომშიც იტალია მოგვიანებით შეუერთდა და მანდაც სწორედ გათვალა. მეორე მსოფლიო ომში მოგვიანებით კი შეუერთდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ის გათვალა, რომ მალე გამოვიდა, ასე ვთქვათ. თუ ხვდებით, რომ არც გამოკვეთილი, არც გამარჯვებული არის ხოლმე და არც დამარცხებული. აგრეთვე იმასაც დაინახავთ, რომ თუ გადავხედავთ იტალიის ისტორიას, რომ აი ესეთი დიდი რევოლუციები, როგორიც საფრანგეთი, რითაც საფრანგეთია ცნობილი, როგორც მანამდე ინგლისში მოხდა, ასე შემდეგ. იტალიაში არ მოხდა ესეთი რევოლუციები. იტალია უფრო ვითარდება, ყველა ეს ეტაპი გამლო დაწყებული ხა რომის იმპერიაზე აღარა მაქვს ლაპარაკი. აქედან დაწყებული, ასე ვთქვათ, феодаლური სისტემიდან, ქალაქ-სახელმწიფოების სისტემიდან, მერე ბურჟუაზიული, მაგრამ ბურჟუაზიული რევოლუცია არ ყოფილა იტალიაში. იტალიაში მოხდა ბურჟუაზიული ევოლუცია. ნელ-ნელა გადავიდა, იმიტომ რომ აქვთ ესეთი მიდგომა, რომ არასდროს არ აცლიან, რომ დროზე ხდიან, ასე ვთქვათ, მდუღარე ქვაბს თავსახურს და არ აცლიან, რომ აფეთქდეს და თვითონ საითაც მიდის ტენდენცია იქითკენ მიდიან. ამიტომ იტალიისთვის დამახასიათებელი არის ტენდენციის მიმართულებით სვლა. და არ უყარს მაინც და მაინც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. თუმცა ეს არის, ასე ვთქვათ, ზოგადი ძალიან მხატვრულად არ გამოგვივიდეს. რა თქმა უნდა, იტალიის თითოეული პიროვნებები იტალიის ისტორიაში ისეთებიც გვაქვს, რომ ყველაზე დინების საწინააღმდეგოდ ცურავდნენ და ყველაზე, ასე ვთქვათ, არაკონსერვატიულ იდეებს აწყდებდნენ და ზოგ სამისთვის კოცონზეს წავდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ მე გვამბობ სახელმწიფოს, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ იტალიის სახელმწიფო არ არის დიდი. ჩვენ იტალიას ვიცნობთ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძველ კულტურას, მაგრამ რეალურად ეხლა ეს ხო არის რომის კულტურა. შემდეგ მოდის, რა ქვია, ცალ-ცალკე ფლორენციის, ვენეციის, რა ქვია, გენუის, ნეაპოლის, სიცილიის, ანუ ცალ-ცალკე სახელმწიფოების და იტალია როგორც ასეთი ერთიანი სახელმწიფო, სულ რა ვიცი 150-160 წლის არის. არ არის ისეთი. ახალგაზრდა სახელმწიფოში. ჩვენ საქართველოს არ უნდა შევადაროთ, ჩვენ ძალიან თოთო სახელმწიფო ვართ, მაგრამ მაგ თვალსაზრისით. მაგრამ როგორც დემოკრატია, როგორც სახელმწიფო ერთიანი იტალია ახალგაზრდა. ამიტომ ამ პერიოდიდან აი როგორც გითხარით, იტალია არ არის რევოლუციებისა და ფლაგმანი ნობის მოყვარული. არამედ უფრო მისდევს ტენდენციას. შესაბამისად, ყოველთვის თითქოს ისე ჩანს ხოლმე, რომ მისი როლი მეორე პლანკზეა, მეორე ხმას მღერის. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იტალიის გადაწყვეტილება არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. და იტალიის გადაწყვეტილებას ბევრჯერ აი თუნდაც რო ავიღოთ ჩვენი საკითხი, საქართველოს საკითხი. ეკლე თუ ძალიან გამიტაცე, უცებ გამაჩერეთ ხოლმე და დაუბრუნდეთ მთავარ ხაზს. არა, აი ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში. როდესაც საქართველოსთვის წყდებოდა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, უვიზო მიმოსვლის თემა იდგა. თუ გავიხსენებთ, მაშინ იყო ერთგვარად პირობითად ჩვენ ყოფდით სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, მაგალითად გერმანია იყო ესეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია სხვათა შორის. ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნები და ნეგატიურად განწყობილი ქვეყნები. ჩვენ ვცდილობდით, რომ მათი ესეთი ნეიტრალურიდან, უბრალოდ სკეპტიკური, ნეიტრალური და ხარდამჭერი ქვეყნები, როგორც ვთქვი, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ასე შემდეგ, უფრო ჩვენი, ასე ვთქვათ, ტრადიციული მეგობრები. და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი იმუშავა, შეასრულა იტალიის გადმოსვლამ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიდან, არა თუ ნეიტრალურში, არამედ ხარდამჭერ ქვეყნებში. ანუ როგორ არის ევროპის კავშირში, როდესაც ესეთი საკითხები წყდება და ეს საკითხები წყდებოდა სამი სამინისტროს დონეზე, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროები, ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროები და ეს იყო ესეთ სამინისტრო, რომელიც აწესრიგებს თავშოთ მიგრაციის საკითხებს და იუსტიციის სამინისტროები ზოგან სხვადასხვა წყობაში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ქვია სახელმწიფოებს.
მანდაც არ არის პოპულარული, რომ მარტო აღმოჩნდე რომელიმე ვითარებაში. ანუ ყველა მხარს უჭერდეს რაღაცას და შენ იყო მხოლოდ წინააღმდეგი. ამიტომ აი ამ სამეულშიც, როდესაც მოხდა იტალიის პოზიციის ცვლილება, ეს ერთობა გატყდა სავით და შემდეგ ისეთ სიტუაცია აღმოჩნდა, რომ გერმანია შეიძლება მარტო აღმოჩენილიყო. რაც აღარ არის პოპულარული რა, ანუ ყველა სიქაც ცალ-ცალკე ჯგუფებია. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ჩანდეს, რომ ეხა გერმანია უფრო მეც აკეთებდეს ისე, რომ ჩანდეს და იღებდეს ამ პასუხისმგებლობას, რომ მოდი მე ავიღებ ლიდერობას. მაგრამ ერთსულოვნება მანდაც საჭიროა და ამ დროს უკვე იტალია ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე იტალია მნიშვნელოვანია დაუშვათ ისეთი ქვეყნებისთვის, მისი მომიჯნავე მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, არ არიან პერსონალურად დაინტერესებული. აი ხა მაგალითად სიტყვაზე ქართველი მიგრანტების თემა, ხო, რაც უკავშირდება მე ვიზალიბერალიზაციის საკითხებს, მის დადასტურებას ან უარყოფას, უკავშირდება იმ ქვეყანას, რამდენად პრობლემა აქვს ქართველი მიგრანტების, რამდენად უქმნიან, რამდენ საფრთხეს ხედავს. არის ქვეყნები, რომელთაც საქართველოს საერთოდ არ მიგრირებენ, ხო? იმას სულ არ აინტერესებს და მაგრამ არ აინტერესებს არნიშნავს, რომ ხარს გიჭერს. იმიტომ რომ შეიძლება ხა არ უნდა ამითხროს სიტყვაზე გერმანია მოეკაინაწყენოს ან იტალია გაანაწყენოს ანუ არ უნდა აუტკიებელი თავის ატკივება და ისეთ კონფლიქტში შესვლა, სადაც ინტერესი არ აქვს. ყველა კონფლიქტში დისკუსიაში შედის თუ რამე ინტერესი აქვს. ხო და ასეთ შემთხვევაში მათ ზოგადად ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნები. აქ უკვე მთავარია საით გადაიზრდებიან ისეთი ქვეყნები, რომელთაც ინტერესი აქვს. და შესაბამისად, აი ესეთ ვითარებაში, როდესაც იტალია გადაიზრდება, ანუ გადაიხრება რომელიმე მიმართულებით, ესეთი ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნები შესაბამისად მიყვებიან. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არის ხოლმე მისი სიმძიმე. მიუხედავად იმისა, თუ ეს ქვეყანა თავის შესაძლებლობების შესახებ რამდენს ყვირის ასე ვთქვათ, ბრჭყალებში და რამდენად ხმამაღლა დემონსტრირებს. ჩუმად მუშაობა უფრო უყვარს იტალიას, ვიდრე ძალიან ხმამაღალი და მე ამით ტრაბახი და ასე შემდეგ. კი ბატონო. სანამ სხვა თემებზე გადავალთ, ძალიან საინტერესო რაღაცაზე ვისაუბროთ. პრაქტიკულად ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ იტალიას, რომელიც არის აკვირდება სიტუაციას, ძალიან თითქოს პასიური არის, მაგრამ წყვეტს და აანალიზებს სიტუაციას და ცდილობს, რომ ყველაზე ოპტიმალურ არჩევანი გააკეთოს და მეორე მხრივ ჩვენ ასევე ვახსენეთ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის თემა. რამ გადაწყვიტა იტალიის აზრის შეცვლა ამ მიმართულებით? მათ დაინახეს, რომ ძალიან დიდი ძალა იდგა იმ მხარეს, რომელსაც უნდოდა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მიეღო საქართველოს თუ აქ სხვა თემები იყო უფრო ჩართული. არ იყო ესეთი ვითარება, რომ ძალიან დიდი ძალები იყო მხარდამჭერი. მან ფაქტიურად როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი, ასე თქვა, საკმაოდ ძლიერი, დიდი როგორც ქვეყნების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება პატარა, მაგრამ ქვეყნების სიძლიერისა და მათი პოლიტიკური წონის მიხედვით საკმაოდ ძლიერი ქვეყნები იყვნენ წინააღმდეგი. ხა იტალიის შემთხვევაში ნახეთ როგორი რაღაც იყო. იტალიას ქართული მიგრაცია საერთოდ არ აწუხებდა იმ მომენტისთვის. იმიტომ რომ ქართველი მიგრანტები, ძირითადად შრომითი მიგრანტები არიან იტალიაში, არა პოლიტიკური მიგრანტები ან რა ქვია, სხვა თემით, არამედ შრომითი მიგრაცია არის, როდესაც ის კომპონენტი, რომელიც იტალიას ჭირდება. გამოირჩევიან ნაყოფი, ასე ვთქვათ, შრომის მოყვარეობით და კეთილსინდისიერებით. აქედან გამომდინარე, თან ეს დიდი წილი არ არის. იტალიის მიგრაციის პოლიტიკაში უფრო მეტად პრობლემატური არის მიგრაცია აფრიკის ქვეყნებიდან და ალბანეთიდან. და რომლებიც სხვა პრობლემებს ქმნიან. იმ პერიოდისთვის საქართველოს მიგრაცია, ანუ ქართული ასე ვთქვათ, ორგანიზებული დანაშაული, ასე კრიმინალების მიგრაცია ჯერ არ იყო ისეთი აქტიური და ჯერ არ იყვნენ ისეთი ასე ვთქვათ, იმ დონის რომ რაიმე ფონი შეექმნათ. იტალიას კიდე აქვს ესეთი აჯგუფებს ორგანიზებულ დანაშაულს და ჩვეულებრივ დანაშაულს, მაგალითად. თან ქართული დანაშაული, რომელიც იტალიაში ხდებოდა, ასე ვთქვათ, იყო ძირითადად ქურდობა, ანუ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული არაძალადობრივი დანაშაული, რომელიცაც ჯერ ორგანიზებულობის კვალს ვერ ატყობდნენ. და ამ პერიოდისთვის არ წარმოგიდგენთ. მერე უკვე ვიზა ლიბერალიზმის შემდეგ მერე ამ დანაშაულმა სხვადასხვანაირი სახე შეიძინა, უკვე რეკეტზე და ორგანიზაციული ფორმა მიანიჭეს და უკვე გაიყვანა იტალიამ ქართული, ასე ვთქვათ, კრიმინალი
ორგანიზებული დანაშაულში და ეს უკვე პრობლემა იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე მოგვიანებით მოხდა და არა იმ მომენტში, როდესაც ანუ იმის თქმა მინდა, რომ იტალიას ქართული მიგრაცია არ აწუხებდა და პირიქით აწყობდა. პროცენტული მაჩვენებლით იმბელი ცხვებთან მიმართებით დაუშვათ იგივე ალბანური ან უკრაინული თუნდაც ან რუმინული ან რუმინეთი არც ითვლება, იმიტომ რომ კავშირშია. უფრო მეტად აფრიკის კონტინენტიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოსული უფრო პრობლემატური იყო მისთვის ვიდრე ქართული და მოკლედ რეალურად ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, საკმაოდ კარგად იმუშავა ქართულმა დიპლომატიამ და სხვა ქართულმა უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და იუსტიციის სამინისტრომაც, რადგან ყველა ის მოთხოვნა რეალურად ის საშინაო დავალება, რომელიც საქართველოს ჰქონდა დავაკმაყოფილეთ რა და ურთიერთობებშიც მთავარი ჩვენი ის ასე ვთქვათ მთავარი სიტყვა იყო რომ ვიყოთ თანმიმდევრულები და პირობები შევასრულოთ. ანუ მე თუ მეუბნები რომ შენ ეს შეასრულე და მე მხარს დაგიჭერ, მე თუ ამას ვასრულებ, მე მოლოდინი მაქვს რომ მხარ დავიჭირო და ძალიან გადაწყვიტა რომ მოდი ვიყოთ თანმიმდევრულები. გარდა ამისა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად როგორ ურთიერთობაში ხარ ქვეყანასთან. იმ პერიოდისთვის საქართველოს გააკეთა ესეთი რაღაცა რომ მანამდე საქართველოს არ ქონდა დიდად ასე ვთქვათ მაღალი დონის ურთიერთობები იტალიასთან. მე საუბარი მაქვს პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტები, პრეზიდენტების დონეზე ვიზიტები, პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ვიზიტები და საგარეო საქმეთა სამინისტრების დონეზე ვიზიტებიც. და ჩვენ აი ამ პერიოდში განხორციელდა ყველა ეს ვიზიტი, ყველა დონეზე, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც ქართველების მასში, იტალიაში, ასევე იტალიელების საქართველოში. რამაც ძალიან ხელი შეუწყო ამ იმას, იმიტომ რომ უკვე როდესაც ურთიერთობები მაღალ დონეზე ადის, შენ უკვე და ესეთი საკითხი შენ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, უკვე შენ უკვე ამბობ, რომ მე მხარს ვუჭერ, რატო უნდა ვიყო წინააღმდეგი. ანუ ეს ყველაფერი ერთად, რაიმე ცალკე კი არა, ყველაფერმა ერთად განაპირობა ის, რომ იტალია იყო ამ შემთხვევაში გახდა თანმიმდევრული თავისი ქმედებების და მხარი დაუჭირა. გადაწყვიტა, რომ ხო არ გვაქვს შენ არანაირი არგუმენტი, მხოლოდ იმიტომ რომ გერმანელი მთხოვს, ეს არ არის, ასე ვთქვათ, საკმარისი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უკვე არა მხოლოდ რაღაც საქართველო კი აღარ არის ობიექტი, რომელიც დაუშვათ მე და გერმანიამ უნდა გადავწყვიტოთ. საქართველო არის სუბიექტი, რომელთანაც ურთიერთობები მაქვს. და უკვე სხვანაირი მიდგომა. ანუ საქართველოთი კი არ ვაჭრობენ, არამედ საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საქართველო თავად იღებს მონაწილეობას იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც საქართველოს ეხება. აი ეს არის განსხვავება, რომ ხო ურთიერთობები წარმოშობს იმას, რომ ქვეყანა ხდება არა მხოლოდ ობიექტი, რამა თუ ასე ვთქვათ, პოლიტიკური ვაჭრობის ან სხვა საკითხის, არამედ მისი მონაწილე და სუბიექტი და მის გარეშე აღარ იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან საინტერესოა. მოდით გადავიდეთ უშუალოდ პოლიტიკის თემაზე, იმიტომ რომ იტალიის პოლიტიკა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პოლიტიკური გარემო არის იტალიაში. თუ შევხედავთ მაგალითად ბრიტანეთს, რამდენი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეს, აღარც მახსოვს ზეპირად. ხო, უცნაური პირიქით არის ხოლმე, რომ რაღაცა უფრო მიჩვეული ვართ, რომ იტალიაში უფრო არის არასტაბილური კოალიციები და მელონიმ 2022 წელს მოახერხა ის, რომ სტაბილურ გააერთიანა, ასე ვთქვათ, მემარჯვენე ფლანგი და სტაბილური მთავრობა შექმნა 2024-ში უკვე ევროპის პარლამენტის არჩევნებზე კონსოლიდაცია მოხდა ამ ძალაუფლების და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სწორ გზაზე დგას. მოდი ვისაუბროთ თვითონ რამ განაპირობა თვითონ ეს მელონის პოლიტიკური ფიგურა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მოდის ძალიან მემარჯვენე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მეინსტრიმ პოლიტიკური საზოგადოებიდან მოწყვეტილი იდეებიდან, ახალგაზრდობიდან მოყოლებული და შემდეგ უკვე რაღაცნაირად შემოვიდა და მეინსტრიმში ჩაჯდა. საიდან წამოვიდა თვითონ ჯორჯია მელონი თავისი იდეებით და დღეს იტალიის შიდა პოლიტიკაში რა როლს თამაშობს? ხო, ჯორჯია მელონი პირდაპირ თქვათ, რომ საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია. მაგერ უკვე ციფრებში კი არ ვარ ძალიან ძლიერი, მაგრამ მახსოვს, რომ რა ქვია, ჩემი ხნისაა და გასაგებია, რომ 59 წლის პოლიტიკოსია და იგი პოლიტიკაში არის 18 წლიდან. ანუ 18 წლის რო იყო, მაშინ იყო ჯერ კიდევ თუ არ ვცდები, ბერლუსკონის ფორცა იტალიას ახალგაზრდული მიმართულების ახალგაზრდულ მიმართვაში იყო.
და როდესაც ბერლუსკონის Forza Italia მაშინ მოიგო საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა დააკომპლექტა, ჯორჯა მელონი იყო ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. თვითონაც ახალგაზრდა. ანუ ეხლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჯერ ერთი ის მნიშვნელობა აქვს, რომ ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, ეს ერთი. მეორე ის მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჯორჯა მელონი მაინც და მაინც ძალიან მემარჯვენე, უკიდურესი მემარჯვენე რადიკალური მხარეა, იმიტომ რომ Forza Italia ესეთი არ ყოფილა. Forza Italia ითვლებოდა ყოველთვის მემარჯვენე ცენტრისტებად. ანუ არა რადიკალური უკიდურესობა მემარჯვენეების, არამედ უფრო moderate, რა ქვია, საშუალო ცენტრისკენ უფრო არის, ასე ვთქვათ, აი ამ პარაბოლაში თუ შევხედავთ რა. მერე როდესაც უკვე მან სხვასთან ერთად ჩამოაყალიბა ცალკე პარტია, ეს Fratelli d'Italia, იტალიის ძმები, აქ უკვე ჯორჯა მელონი იმ დროისთვის პოპულარულ იდეებს ჩაეჭიდა. როგორ ხდება ეხლა ალბათ მე პოლიტოლოგი არა ვარ უშუალოდ ასე ვთქვათ, მაგრამ უკვე დღეს მე მგონი არ არის იოლი ჩვეულებრივი დაკვირვებით შევხედოთ, რომ როდესაც რაღაც იდეები უფრო პოპულარული ხდება, პარტიები შესაბამისად იმ იდეებისკენ იხრებიან, იმიტომ რომ ყველას ჭირდება და ერთი ცვლილება, ერთი რაღაცის ცვლილება მეორე მხარის, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებას აჩენს. ანუ ერთი მხარე, როდესაც მოაბეზრებს თავს რაღაცას, ამ დროს ჭირდება მეორე მხარის მოთხოვნილება. თვითონ იტალიაში იყო ესეთი რაღაცა, როგორც წოდებული ტანჯენტოპოლი და პოლიტოპოლი, როდესაც საკმაოდ დიდი ისტორია ჰქონდა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას და კლასიკურ პოლიტიკურ პარტიებს, ასე ვთქვათ, კომუნისტურ პარტიაც არსებობდა მანამდე და ასე შემდეგ, რომლებიც იყვნენ კლასიკურად ჩამოყალიბებული პარტიები და მათ შორის მოხდა დიდი გახეთქილება რა, დიდი სკანდალი, როდესაც კორუფციული გარიგებები და მთელი ისინი აღმოჩნდა. რამაც გამოიწვია აი ამ კლასის დისკრედიტაცია, მთლიანად პარტიები გაუქმდა და დაიშალა. სწორედ აი ამ ეტაპზე მოვიდა მაშინ ბერლუსკონი და მისი Forza Italia, ესეთი პარტია. შემდეგი ეტაპი იყო აი ბერლუსკონიანის პერიოდის და კიდე პარტიტო დემოკრატიკო, დემოკრატიული პარტიის, რომელიც მემარცხენე ცენტრისტები იყვნენ, ასე ვთქვათ, დამკვიდრდა ესეც პოლიტიკური კლასად, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ელიტად, თუ რა ვიცი ეს როგორც კიდე ეს დავთქვათ. ამანაც ნახა რომ ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო, ანუ ქვეყანას რეფორმები ჭირდებოდა და ეს რეფორმები ვერ კეთდებოდა და იყვნენ და აშინ გამოიწვია მეორე, ასე ვთქვათ, ესეთი უკიდურესობა, როდესაც ხელისუფლებაში გამოჩნდა Movimento 5 Stelle, ანუ მოძრაობა 5 ვარსკვლავის მოძრაობა, ესეთი, რომელიც იყო მთლიანად არაპოლიტიკური კლასის წარმომადგენელი. ანუ რა შემდგომარეობდა? პირდაპირ უარს ამბობდნენ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ კულტურის გამოყენებას. ჩაცმულობითაც კი, ანუ უარს ამბობდნენ ხალხის იმაზე და შესაბამის ეტიკეტის დაცვაზე. ესენი იყვნენ უფრო აი ახალგაზრდა თაობა სოციალურ ქსელებში. შეიძლება გენიშნოთ კიდევაც, რომ მაგალითად მათი ლიდერი ბეპე გრილო იყო რა ქვია, კომიკოსი, ცნობილი იტალიელი კომიკოსი. ისე რომ ჩვენ შემთხვევაში ზელენსკის შემთხვევა არ არის ასე ვთქვათ პირველი შემთხვევა, როდესაც იმარჯვებს ესეთი პოლიტიკა. რადგან მათ იცოდნენ ზუსტად ხალხთან უფრო ახლოს იყვნენ და ზუსტად იცოდნენ ხალხს რა უნდათ რა. თუმცა მოგეხსენებათ პოლიტიკის კეთებას თავის კულტურა აქვს რა და თავისი გამოცდილება და ასე ვთქვათ, არც ერთი რადიკალური ის რომ არ ზედმეტად ის იყოს და მოწყვეტილი ხალხს და არც მეორე ზედმეტად ძალიან ხალხური თემა იყოს, არც ერთი არ მუშაობს. ანუ სადღაც შუალედშია, როგორც ყოველთვის ხოლმე გადაღამილი და აი მელონის Fratelli Italia შეძლო აი ამ შუალების დაჭერა. რომ მან როგორც პოლიტიკოსმა პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური მისენი შეინარჩუნა, პოპულისტური იდეებზეც იმუშავა, რომ სწორი დაპირებები გასცა და ასე შემდეგ, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი თავისი ძირითადი იდეალიდან სადმე შორს გადმოუხვია. ეს არის რაღაც ერთ ჩარჩოში, უბრალოდ ლავირების საშუალება და ეს ლავირება მან ძალიან კარგად მოახდინა. ეს არის ჩემი შთაბეჭდილება, რომელიც თუ შევხედავთ
მის მთლიან პოლიტიკურ მოღვაწეობას დაწყებული იქნა ბოლომდე. მეორე არასდროს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ რაც არ უნდა განცხადებები იყოს, იტალიას აქვს თავისი იტალიის რესპუბლიკას, მას შემდეგ რაც იგი დაფუძნდა და როდესაც რეფერენდუმზე იტალიამ გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არ უნდა ყოფილიყო მონარქია და უნდა ყოფილიყო რესპუბლიკა და მიიღეს კონსტიტუცია, მას შემდეგ დაწყებული იტალიას ყოველთვის აქვს ორი ტრადიციული პარტნიორი. ეს არის ევროპა და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ევროკავშირი და ნატო არის გაერთიანებები, რომელზედაც მე მგონია, რომ ყოველთვის შვიდად იყავით, იტალია არასდროს არ არის ამის წინააღმდეგი და მისგან რაც არ უნდა წინასაარჩევნო რიტორიკაში ისმოდეს კრიტიკები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ვინც ეს რაღაც დონეზე მაინც სცადა, მისი პოლიტიკური ცხოვრება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა მთავრობაში. მალევე, იმიტომ რომ იტალიამ, როგორც გითხარით, იცის არ არის, ასე ვთქვათ, იცის საიდანთ არის სწორი ტენდენცია და არ არის მიამბოხი. ამიტომ ყოველთვის იქნება თანხwebdriverში ევროკავშირის კავშირის პოლიტიკასთან და ნატოს პოლიტიკასთან. ერთადერთი რაც დაუშვათ ჯორჯა მელონის და აი ამ ფრთას სურდა იყო, რომ თვითონ მოდი ვცადოთ, რომ აი ამ ევროპის კავშირის პოლიტიკა ხوارჯობია რომ შეიცვალოს შიგნით. ეს ან ნატოში მაგალითად, ხო, თუნდაც ის ბიუჯეტის გაზდა და ასე შემდეგ, ეგეთი საკითხები. ანუ რისი თქმა მინდა, რომ თუ რამის შეცვლა ან რამე თუ არ მოწონთ, კრიტიკა მათგან იქნება ოღონდ ევროპის კავშირის შიგნითვე, ან ნატოს შიგნითვე და არა რომ მოდი ეს ორგანიზაცია დავტოვოთ ან არ ვარ გადა ესეთ რადიკალური მიდგომები. ისე რომ თუ დავაკვირდებით ჩვენ მათ გამოსვლებს და ასე ვთქვათ ყურადღებით, არა ასე ვთქვათ იმ სლოგანებს, რომელსაც ჟურნალისტები ან დაინტერესებული მხარეები წამოწევენ, რომ უფრო ხმამაღლა ისმოდეს, არამედ თუ რეალურად დავაკვირდებით რა სიტყვიან, საბოლოო ჯამში არ ამბობენ, რომ არასდროს. ეს არის მისი პოლიტიკური ისტორია და პოლიტიკური არჩევანი. ძალიან საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მელონის მთავრობა აღმოჩნდა ერთ-ერთი სტაბილური მთავრობა ევროპაში და თქვენი აზრით რამ განაპირობა, რა იყო ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მან მოახერხა ესე კონსოლიდაცია ძალაუფლების და მის ქვეშ ასე ვთქვათ სტაბილური სისტემის შექმნა, რომელიც უძლებს ჯერჯერობით გამოწვევებს. ხო, ეს ისეთი საკითხია. მრავალი ფაქტორი არის რა, არ არის მხოლოდ ერთი გარემოება, რამაც ეს განაპირობა. რამოდენიმე საკითხმა შეუძლო. ჯერ ერთი ის რომ სხვა მოსაზრებები, ანუ სხვა პარტიები, რომელთაც ჰქონდათ შანსი და მოგიხსენებათ იტალიაში ძალიან ხშირად იცვლებოდა მთავრობები, ვერ წარმოადგენს, ვერ უზრუნველყოფს ის რომ ხალხისთვის ასე ვთქვათ, ის კომუნიკაცია ქონოდათ, როგორც დავუშვათ ფრატელი იტალიამ მოახერხა. მეორე თვითონ ჯორჯა მელონის და მის პარტიას იყო გამბედაობა და იყო საკმარისი მოქნილობა, პოლიტიკური მოქნილობა, რომ სწორი მანევრები გაეკეთებინა, არ გამხდარიყო ისეთი რადიკალური, რომ ისეთ საკითხებში დაპირისპირებოდა თუნდაც ევროპის კავშირს ან ევროპის კავშირის ქვეყნებს ან შეერთებულ შტატებს ან და ნატოს ორგანიზაციაში არსებულ განწყობებს, რაც ასე ვთქვათ მის გარიყოს გამოიწვევდა და არაპოპულარული გახდებოდა. მან შეძლო მე ამ თავისი გადაწყვეტილების სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და საკუთარ ამომრჩეველთან. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ანუ სწორი პოლიტიკური კურსი და ამ პოლიტიკური კურსის სისწორის მართებული ახსნა ამომრჩევლისათვის. ეს არის ძირითადი ფაქტორები. და ნუ რა თქმა უნდა ოპოზიციური პარტიების დაქსაქსულობა და სისუსტე ამისი ხელშემწყობი გარემოება იყო. ანუ იმისათვის რომ რომელიმე პოლიტიკურმა დაჯგუფებამ ან მათმა გაერთიანებამ შეძლოს უპირატესობის მოპოვება, უნდა არსებობდეს მათ შორის ერთობა. და ეს ერთობა ჯერჯერობით და ბოლო წლების განმავლობაში არ ჩანდა პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში იტალიაში.
რითაც ძალიან მოქნილად ისარგებლა მელონი, თორემ Fratelli d'Italia's ჰქონდა აგრეთვე ჩავარდნებიც, ხო, რაღაც რეფორმების გატარება უნდოდა და ვერ მოიპოვა შესაბამისი რაოდენობის ხმები, რომ ეს რეფორმები გაეტარებინა. დაპირებებში უფრო მკვეთრი და ხმამაღალი იყო მიგრაციის პოლიტიკასთან მიმართებაში იქნებოდა ეს თუ დემოგრაფიულ განვითარებასთან და განვითარების ხელშემწყობ კანონმდებლობის მიღებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ უკვე გამოჩნდა, რომ ან თუნდაც ევროკავშირის სხვა პოლიტიკის საწინააღმდეგო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მერე როდესაც უკვე პოლიტიკური პარტია მოდის და ეცნობა რეალურ ვითარებას რა არის, როგორ არის, რისგან არის განპირობებული, ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ხოლმე თავის დაპირებებთან და ჯორჯა მელონიმ შეძლო ამ დაპირებების ის იმგვარი ინტერპრეტაცია და იმგვარად მიწოდება, რომ არ ყოფილიყო მკვეთრი სხვაობა, არ ყოფილიყო იმედგაცრუება ამ მომრჩეველში. და ეს საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის ფაქტორი თუნდაც მაგალითად რომ იგი ხო კონსერვატორიული მემარჯვენე კონსერვატორული ფლანგის წარმომადგენელია, ხო? აქ არ მიყვა რადიკალიზმის და ისეთ საკითხების ხას, რომ წინააღმდეგობაში მოსულიყო იმ ერთიან ტალღასთან, რომელიც მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროპაში შეიქმნა ერთიანობა. ამ დიდმა ტრაგედიამ, რასაც ეს ომი იწვევს, მეორე მხრივ გამოიწვია პოზიტიური მიმართულება, რომ ევროპის კავშირის ქვეყნებში და მათ შორის წამყვან ქვეყნებში მოხდა საფრთხეების ხელახალი შეფასება. გერმანიაში მოგეხსენებათ საგარეო პოლიტიკური დოქტრინა შეცვალეს, Nord Stream-ზე უარი თქვეს ასე შემდეგ. ანუ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. მეტი ყურადღება მიაქციეს თავდაცვის განვითარებას და გაძლიერებას, საკუთარი უსაფრთხოების თავად უზრუნველყოფის საკითხებს და ასე შემდეგ. და აქ დაუშვათ ორბანის ვიქტორ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის ორბანისგან განსხვავებით, ჯორჯია მელონიმ დაიჭირა ის, რომ როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით რა, დააკვირდა ტენდენციებს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ხო და მოგეხსენებათ ხა პოლიტიკოსისთვის სწორი გადაწყვეტილებებია ყველაზე მნიშვნელოვანი. დროული და სწორი გადაწყვეტილებები, რაც მან შეძლო და ეს არის ძირითადი ალბათ გასაღები, რასაც მე ვხედავ მის სტაბილურობაში. პოპულისტების დამახასიათებელი თემა არის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ და შემდგომ უკვე საქმეში რო ერთვებიან, ცოტა სხვანაირი რიტორიკა აქვთ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ პოდკასტში აღნიშნა, რომ ის რაც ეგონათ წინასაარჩევნოდ რომ რეალურად ევროკავშირის პროცედურებში იყო, ისე არის ევროკავშირის პროცედურები აწყობილიო, რომ ვერ მოხდებაო რეალურად ის პრობლემები ვერ შეგვექმნებაო, რა პრობლემებიც არისო, იმდენი ადამიანია ჩართული და თითოეულ ქვეყანას იმდენი გავლენა აქვს თითოეულ გადაწყვეტილებაზე, შეუძლია ვეტო დაადოს თავიდან ბოლომდე და არაფერი არ მოხდეს, ამიტომ ჩვენ თავს არაფერს არ გვახოვენ, ეს ძალიან საინტერესო აღიარება იყო, ასე ვთქვათ და თითქოს ყველა პოპულისტს აქვს ეს ერთი საერთო თემა, რომ რაღაც ანტი-ესტაბლიშმენტი, ანტი-ევროკავშირი, ანტი-ნატო, რაღაც ანტი-დიდი ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოდიან და შემდეგ უკვე ამ ორგანიზაციასთან უშუალოდ ურთიერთობაში რო შედიან, სხვანაირად იჭერენ, ასე ვთქვათ, საქმეს და სხვანაირად ხედავენ. კი ბატონო, თვითონ მაშინ ეს ფენომენი რო ასე ვთქვათ, კარგად გავიგოთ, პოპულიზმის არსიდან უნდა გამოვიდეთ რა. პოპულისტური იდეები როდის ხდება პოპულარული, ასე ვთქვათ. რატო ქვია პოპულისტური იდეები? იმიტომ რომ რაღაც უკმაყოფილება არსებობს ხალხში. ანუ რაღაცა სახელმწიფოში ისე მიდის, ან ეკონომიკური პრობლემები, ან დასაქმების პრობლემებია, ან ეხა როგორც გითხრათ, საქართველოსავით იტალიას და ევროპულ ქვეყნებს ეგზისტენციალური პრობლემები არ აქვთ, ანუ დაიპყრობს ვიღაცა ხვალ თუ არ დაიპყრობს, ან იარსებებს როგორც ქვეყანა თუ არა და ანუ ასე ვთქვათ, ამგვარი საფრთხეები არ აქვს, მაგრამ მათ აქვთ სხვა ტიპის საფრთხეები, მაგალითად, როდესაც ვალუტის მყიდველუნარიანობა შედარებით დაბალია, პროდუქცია ძვირდება და უსაქმებელი არის ხალხი, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრანტები, იმიტომ რომ მიგრაცია სათხდება, სადაც უკეთესი ცხოვრებაა, ხო? შესაბამისად, ეხლა ლოგიკურია, რომ მიგრანტი ჩავა ეკონომიკურად ძლიერ და განვითარებულ და დაცულ ქვეყანაში და არა, რა ქვია, დიქტატურაში და ესეთ ვითარებაში, რაც ყველაფერი ცუდად არის. ეხლა ეგროს დომებოდათ საკუთარი ქვეყნიდან არ გამოიქცეოდნენ, ხო? და აი მიგრანტების მოზღვავება ბუნებრივია, რომ უკმაყოფილებას იწვევს, იმიტომ რომ ეს მიგრანტები ახლა ჯერ ერთი ყველა ერთ წელში არ
არ უნდა გავიყვანოთ, ანუ ყველა მოძალადე და ყველა ის კი არ არის, რა თქმა უნდა, უმრავლესობა უბრალოდ გამოექცა პირიქით ამ ძალადობას და სულაც არ უნდა ძალადობა. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ პროცენტული მაჩვენებელი ვიღაცა რო ძალადობს, ხო? ის ჩანს სამაგიეროდ და ის ხალხში შიშს იწევს. ნებისმიერი ეს ფობია რა არის? შიშია, ხო? ანუ ხალხს როდესაც რაღაცას ეშინია, მის მიმართ ნეგატიურად განეწყობა. იგივე ეკონომიკური რაც სამსახურის დაკარგვის რო ეშინია და ასე შემდეგ. ანუ პრობლემები არის ქვეყანაში, ხო? პრობლემები როდესაც არის ქვეყანაში, მთავრობა რა უნდა ქნას ეს? ხო, ან თავის თავს უნდა დააბრალოს, რომ მე რაღაცები ვერ გავაკეთე კარგად და ჩემი ბრალია ეს პრობლემები, ну მაშინ უნდა წავიდეს, ხო? და ამის ნაცვლად ყოველთვის მთავრობებს ურჩევიათ, რომ დააბრალონ ისეთ სხვა მესამე ორგანიზაციას და ამ შემთხვევაში სხვა არ დააბრალებენ, რა ქვია, აფრიკის კავშირს ან რა ქვია, სამხრეთ ამერიკულ კავშირს ან რაღაც სხვა. არამედ ევროპის კავშირს ყველაზე ადვილია, რომ აი ესენი გვახოვენ თავის რეგულაციებს, თავის ბიუროკრატიულ რაღაცებს და სინამდვილეში რა თქმა უნდა ესე არ არის, იმიტომ რომ ევროპის კავშირმა მისი დაფუძნებიდან დღემდე მხოლოდ ასე ვთქვათ ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა. რატო? იმიტომ რომ ეგ არის მისი მიზანი. და ის მეთოდები, რომელთაც ოპერირებს ევროპის კავშირი, არის მხოლოდ სამართლებრივი მეთოდები. ევროპის კავშირს არ აქვს თავისი შეიარაღებული ძალები ან სამართლებრივი იძულების ძალადობრივი მექანიზმები, ხო? პოლიციები და ასე შემდეგ. ევროპის კავშირს აქვს მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმები და ამ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია ერთსულოვნად. ანუ აქაც ძალიან ასე თქვი მაღალი დემოკრატიის ხარისხია. ამიტომ ბრალის სხვაზე გადატანა, რომ ეს რო ხდება, ჩემი ბრალი კი არა, აი ევროპის კავშირის ბრალია და აი ახლა ამირჩიეთ და მე შევეცდები, რომ ეს ყველაფერი შევცვალო, ერთ-ერთი გამოსავალია რა და პოპულისტური იმიტოა, რომ ეს ესე რა თქმა უნდა არ მოხდება, იმიტომ რომ რაც მართლა არ არის ევროპის კავშირის ბრალი, ჯერ ერთი ვერ შეცვლი და რომ შეცვალო, არაფერს არ გიშველის, ხო? ამიტომ მე უწევთ ამ პოზიციის, ასე ვთქვათ, მოდერირება, ამ პოზიციის შერბილება, ამ პოზიციის სხვაგვარი ახსნა ხალხისთვის. ну თუ ჭკვიანია ეს რა თქმა უნდა და სწორ პოლიტიკას აწარმოებს. მე კიდე ერთი ფაქტორი არის, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს რა, რომ აი სუფთა ადამიანური ფსიქოლოგიური ფაქტორი, ხო? ადამიანებს ახალგაზრდობა, რაც არ უნდა ცუდ პირობებში ქონდეთ გატარებული, მაინც უკეთესად ახსოვთ, ვიდრე სიბერე, ხო? ანუ ტკბილი მოგონებები ახალგაზრდობას უკავშირდება და არა სხვა იმებს. ამიტომ ის პერიოდი იტალიაში ახლა მოგეხსენებათ ის თუ არ ვცდები იაპონიის შემდეგ მეორე ქვეყანაა სიცოცხლის ხანგრძლივობით, ანუ ხანგრძლივობის ასაკი ძალიან გაიზარდა, შობადობა შემცირდა და შესაბამისად უფრო დაბერებული ქვეყანაა რა, ამ სიტყვის ასე ვთქვათ, ნეიტრალური გაგებით, არც პოზიტიური, არც ნეგატიური, უფრო დემოგრაფიული ხო, ანუ ბევრი არის ისეთი ამომრჩეველი, რომელთაც ახსოვს პერიოდი, როდესაც დაუშვათ იტალიური ლირა არსებობდა, სანამ ევრო შემოვიდოდა ეს პერიოდი. და ეს პერიოდი კარგად ახსოვთ. იმიტომ კი არა აუცილებლად რომ ლირას დროს უკეთესი ეკონომიკური ვითარება იყო. არა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ლირას დროს ეკონომიკური ბუმი იყო. ანუ თავიდან ხო ქვეყანა უფრო სწრაფად იზრდება. როდესაც ნოლიდან იწყებ, უფრო სწრაფად იზრდები. ვიდრე როდესაც უკვე რაღაც წერტილს მიაღწევ და მე უკვე ნელა იზრდები. შესაბამისად, თავიდან თუ მეტი სამუშაო ადგილები იქნებოდა და პირიქით დეფიციტი იყო მუშახელზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მე ეს განვითარება რა ნელა წავიდა, იმიტომ რომ მიაღწია უკვე ეკონომიკურ კეთილდღეობას და უკვე როდესაც რაღაც ზღვარს მიაღწევ, მე უკვე შეუძლებელია რომ იგივე ტემპით გააგრძელო, ხო? იმათ ეს პერიოდი კარგად ახსოვს და თავისი ნოსტალგიები ჰქონდათ. ამიტომ ამ ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, ემოციურ ფაქტორზე ჩაჭიდებაც, რომ აი ევრომ დაღუპა იტალია და ლირას დროს ყველაფერი კარგად იყო. იმიტომ კი არა, უბრალოდ ევროს რო შემოვიდა, უკვე იტალია მაღალ განვითარებული ეკონომიკა იყო. შესაბამისად, იგივე სიჩქარით ვერ განვითარდებოდა, როგორც მაგალითად 60-იან და 70-იან წლებში ხდებოდა, ხო? ამიტომ ეგ ფაქტორებიც არის, რაც რამდენადაც შეცდომაში შემყვანია და არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ არის პოპულისტური. ანუ სიამოვნებს პოპულარულია ხალხში მათი მოსმენა, მაგრამ რეალობას არ შეესაბამება. ეგ არის მთელი ამბავი. მაგრამ ამისი, ასე ვთქვათ, სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც უკვე მოხვალ ხელისუფლებაში და ამ ცხოვრებაში გატარება გიწევს აი ამ შენი განცხადებების, ხო? მე უკვე ხვდები, რომ ამას ხო მართლა ვერ გავაკეთებთ, ეხა მართლა ლირაზე ხო არ გადავალთ, იმიტომ რომ ეს იმხელა ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს იტალიას, რომ შეიძლება ანუ იმ ტოტს ვერ მოიჭრიან, რომელ ტოტზეც ზის, ხო, ქვეყანა და თუნდაც მთავრობა. ამიტომ უწევთ
მოდერირება და აი ამ შერბილების მოდერირებისა და სწორი პოლიტიკური ხაზის გატარების დროს რამდენად სწორად მოახდენს ამ მომრჩეველთან კომუნიკაციას, მაგაზე არის ხოლმე ბევრი დამოკიდებული რა. ძალიან საინტერესო თემა ახსენეთ, ახლა ბარემ ეკონომიკაზეც გადავიდეთ. ერთ-ერთი ასე პოპულისტური სამიზნე, ასე ვთქვა და მარტივი თემა, რაზეც მარტივად საუბრობენ და მარტივი გადაჭრის გზები არის, ეს არის მიგრაცია. თუმცა იტალიისთვის მიგრაცია საერთოდ არ არის მარტივი თემა. ერთის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ანტიპატია არის ემიგრაციის მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, იტალიის ეკონომიკას, როგორც ვთქვით, დაბერებული საზოგადოება არის, ესაჭიროება ბევრი მუშახელი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მის ეკონომიკაში შეიტანს წვლილს. როგორ მოახერხა მელონის მთავრობამ ამის დაბალანსება და მოახერხა თუ არა ზოგადად? საკითხი როგორ არის ახლა აქ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვანაირი მიგრაციული ნაკადები ჭირდება. მოდი ასე ვთქვათ. იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე კომპაქტურად არის დასახლებული. ანუ თავისი მოსახლეობის რაოდენობის შეფარდება მის ტერიტორიასთან ისეთ ბალანსშია, რომ იგი არის ძალიან კომპაქტურად დასახლებული და ყველაზე ასე ვთქვათ, იმიტომაც არის, რომ დავუშვათ ძალიან ძვირია უძრავი ქონება, იმიტომ რომ ეს უძრავი ქონება ყველა დაკავებულია და ასე ვთქვათ, თავისუფალი არ არის. ანუ შედარება რო გავაკეთოთ, ჩვენ იმის ნახევარიც არა ვართ, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ და მხოლოდ რომის მოსახლეობაზე უფრო ნაკლები ვართ მთელი საქართველო. ჩვენ ტერიტორიაზე არ ვართ კომპაქტურად განლაგებული. ანუ არ გვაქვს ათვისებული ის შესაძლებლობა და იტალიას ეს ფაქტიურად ზრულად აქვს ათვისებული. ამიტომ ასე ვთქვათ, მშენებლობების თემაში არსებული მუშახელის ტიპის მიგრაცია, მიგრანტები და ესეთი ტიპის ასე ვთქვათ, შავი მუშას ასე ვთქვათ, რომ დავარქვათ რა, არ ვიცი რამდენად სწორად კორექტულია ეს, მაგრამ ხო, ფიზიკური მუშახელი, ამაში დიდად არ ჭირდებათ. მათ ჭირდებათ უფრო სხვა, აი გეტყვით ახლა რა მიმართულებით, უფრო ჭირდებათ stagional, ანუ სტაჯიონალი, როგორ არის, სეზონური, უკაცრავად იმისთვის უცხო სიტყვის გამოყენებისთვის. სეზონური მუშახელი, რომელიც დავუშვათ მოსავლის აღების ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს ჭირდებათ, მაგრამ ის არ ჭირდებათ, რომ მე ეს მუშახელი აუშვათ ერთი თვე იმუშაოს და მე ქუჩაში იყოს და იხეტიალოს უაზროდ. ანუ და ეს ვითარება მათ დალაგებული აქვთ, იმიტომ რომ სეზონურად შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ან ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან ან თუნდაც ბალკანის ქვეყნებიდან შემოვიდეს, იმუშაონ, წავიდნენ. მეორე არის, აი დაუშვათ ქართული მიგრაცია, რაზეც არის, რომ რამდენადაც დაბერებულია და ძალიან ასე ვთქვათ, დიდხანს ცოცხლობენ იქ, ამ მოხუცებულებს ჭირდებათ მოვლა. ეგრეთ წოდებული ბადანტები, რომლებიც უვლიან მოხუცებულებს, იმიტომ რომ მოხუცთა საცხოვრებლებს თავშესაფარებიც არსებობს, რა თქმა უნდა, ბევრი, მაგრამ მაინც ოჯახური დამოკიდებულება იტალიის, ასე ვთქვათ, სამხრეთული კულტურისადმი სხვანაირია და ურჩევიათ, რომ კერჩა, ასე ვთქვათ, შეიყვანონ რაიმე დაწესებულებაში. ესეთიც არის, მაგრამ საერთაშორისო ძალიან ცივილური და მოწესრიგებული და ჩვენს იმებს არ შევადარეთ. მაგრამ პირადად ყავდეთ, ასე ვთქვათ, მოვლელი, რომელიც მიაქცევს ყურადღებას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ესეთი ტიპის, ასე ვთქვათ, მიგრაცია ჭირდება, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს, რა ქვია, ახალგაზრდები. პირიქით, იმ შემთხვევაში გამოცდილი ქალბატონები ჭირდებათ, რომელსაც შეუძლიათ, რომ მოხუცებულს მოუვარონ, რაღაც გამოცდილება აქვთ და პატარა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა მამაკაცები კი არ არიან, არამედ, ასე ვთქვათ, შუახანის ან ცოტა მეტი ქალბატონები. აქედან არის გამომდინარე ეს ტიპის მიგრაცია. მერე იტალიას სხვა ტიპის მიგრაცია დავუშვათ, იტალიაში დავუშვათ დიდი ინდუსტრიებში მუშაობა, თვითონ იტალიელებისთვის ძალიან ასე ვთქვათ, პრესტიჟულად ითვლება და აქ არ ჭირდებათ უცხოური კონტინგენტის მიღება. ანუ დავუშვათ ესეთ საავტომობილო ქარხნებში ან მსუბუქთა და ესეთ მრეწველობაში. ეგ ფაქტორია. კიდე არის ერთი ფაქტორი, რომ იტალიის ასე ვთქვათ, დიდი ქარხნების, ანუ დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი გატანილი არის ქვეყნიდან, იმიტომ რომ იტალიაში ისეთი საგადასახადო სისტემაა და ეკონომიკური, ანუ ისეთი საგადასახადო მოწყობაა, რომ ურჩევიათ, რომ გაიტანონ ესეთი წარმოებები სლოვენიაში, პოლონეთში, სხვადასხვა ქვეყნებში, ვიდრე იქიდან მიგრანტები მიიღონ, იმიტომ რომ გადასახადის გადახდის თვალსაზრისით გაცილებით აწყობთ, რომ იქ ქარხანა გაიტანონ იქ და არა მუშახელი შემოიყვანონ იქიდან. აქედან გამომდინარე, ესეთი დიდი მოთხოვნა ამაზე არ აქვთ.
მაგრამ რამდენადაც იტალია არის სამხრეთ ევროკავშირის სამხრეთ საზღვარზე პირველი, ასე ვთქვათ, მიმღები ქვეყანა, ეს ლამპედუსას კუნძული, რომელიც აფრიკასთან უფრო ახლოს არის ვიდრე ევროპის კონტინენტთან, პირველი მიღება ხდება იქიდან. ანუ პირველი გადმოსავალი, მით უმეტეს ახლა სირიის კრიზისის დროს და სხვადასხვა იქით აფრიკის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში პრობლემების დროს, ბევრი მიგრაცია წამოვიდა აქედან, რომლებიც სხვათა შორის არ არიან, ასე ვთქვათ, დიდად იტალიაში დარჩენის მსურველები. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი ან ფრანკოფონები არიან, ან მოკლედ იტალიურ ენაზე არ საუბრობენ. მეორე, იტალიაში მათთვის წეღა როგორც აღიხსენით, მათთვის სასურველი სამუშაო ცოტაა. და ურჩევიათ რომ წავიდნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც უფრო უკეთესი პირობები ექნებათ და უფრო უკეთ იმუშავებენ. ლოგიკურია, ხო? საფრანგეთი, გერმანია, სადაც არის ამაზე მოთხოვნა, მათ აქვთ აი ეს რაც თქვენ ახსენეთ მუშახელის დეფიციტი. ხო და მაგრამ იტალიას ჰქონდა ახლა ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკასთან ჰქონდა რა პრობლემა ჰქონდა, როდესაც მაგალითად ავსტრია, გერმანია, ან იქიდან საფრანგეთი საზღვარს კეტავდა და არ უშვებდა თავისთან მათ. ხო და ეს უკვე იტალიისთვის არ იყო რა სამართლიანი დამოკიდებულება. ახლა მე რატო უნდა ანუ ის ამბობდა რომ თქვენ შეინახეთ. ანუ უზრუნველყავით, ანუ იტალიაში არ არის იგივე პირობები დაუშვათ როგორც საფრანგეთში, ან ბელგიაში, ან გერმანიაშია, ლტოლვილის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის. იქ ბანაკში, სახლში დასახლება, შემწეობის გადახდა და ესეთი საკითხები. ხა, იქ თუ არის ამის საჭიროება და შესაბამისი პირობებიც აქვს, იტალიას არ აქვს ამის საჭიროება და შესაბამისი პირობები არ აქვს. ხა, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფული რო კონდეს და კონდეს, მე ხა ამ შემთხვევაში არ მინდა არც გავამართლო, არც უბრალოდ სიტუაციას გიხსნით პრაგმატული თვალსაზრისით. ხო და იტალია ამბობდა რომ თავად გადაწყვიტოს ამ მიგრანტმა მერე საწავა რა. მე კარგი მივიღებ, იმიტომ რომ ზღვაში ხوار დავახშობ ამ ხალხს, მაგრამ მე ეს ხალხი რომ მოვა თავისუფლება მივცეთ რომ თვითონ გადაწყვიტოს ევროპის კავშირის ანუ იგი ამბობდა რომ იგი არ არის ესენი არ არიან იტალიაში მიგრანტები. უბრალოდ რახან იტალია სამხრეთ საზღვარზე არ ნიშნავს რომ იტალიაში უნდა ყველას, ან ყველაზე ახლოს არის, ხო? ლოგიკასთან არის ახლოს, ხო? მე თვითონ გადაწყვიტოს საწავი. აი ეს იყო და ასე ვთქვათ ძირითადი მონახაზი იმ მიგრაციულ პოლიტიკაზე, რომელთანაც წინააღმდეგობაში იყვნენ და შემდეგ რაღაც ეტაპზე, როდესაც ეს კოტები რომ დააწესეს, თუ გახსოვთ, რომ ყველა ქვეყანამ რაღაც რაოდენობა უნდა დაიტოვოს და ასე შემდეგ და სამაგერო საზღვრები არ უნდა ჩაიკეტოს და აი ეს უკვე ასე ვთქვათ ერთგვარად გამოხატულება იყო და იტალიამაც შესაბამისად ხარიაობა. ნუ მელონიმ კარგად ასე ვთქვათ მე კომუნიკაცია მოახდინა ამ გადაწყვეტილებების თავის მოსახლეობასთან და ამორჩევლად. იტალია თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც ვთქვით, არის პირველი მიმღები ქვეყანა აფრიკიდან მომავალი მიგრაციის. ჩვენ არაერთხელ გვინახავს შემთხვევები, როდესაც მაგალითად თურქეთის შემთხვევაში ხდება მიგრაციის იარაღად გამოყენება და საკუთარი ინტერესების და გავლენების გასაზრდელად გამოყენება. იტალიას აქვს თუ არა ამ ტიპის გამოცდილება, იყენებს თუ არა იგი მიგრაციას ევროკავშირის შიგნით, მაგალითად, საკუთარი მიზნების მიღწევისთვის, ნატოს შიგნით რაღაც კონკრეტული დათმობების მიღწევისთვის და ასე შემდეგ. როგორც ყველა სახელმწიფოს, იტალიასაც აქვს თავისი ინტერესები და ცხადია და ლოგიკურია, ბუნებრივია, რომ თავისი ინტერესების გატარებაზე ზრუნავს. შესაბამისად, მე ვერ ვიტყვი, რომ თურქეთის მსგავსად, ასე ვთქვათ, ან უფრო უარესი რუსეთის მსგავსად, ასე ვთქვათ, თავის ინტერესებისთვის იყენებს რაიმე სხვა მეთოდებს, ანუ შანტაჟის მეთოდებს ვამბობ, ანუ უარყოფით ნეგატიურ კონტექსტში რო გადმოვიყოთ. არა ამ ფორმით, მაგრამ რა თქმა უნდა, იტალიაც ატარებს თავის ინტერესებს და ეხლა მაგალითად მიგრაციაზე რახან მკითხეთ, მიგრაციასთან დაკავშირებით ასეთი საკითხი მახსენდება, როდესაც იტალიაში ხდებოდა მიგრანტების ნაკადის ასე ვთქვათ, პირველი ლოკაცია და პირველი შემოსვლა და იტალიის ინტერესი იყო, რომ ჰქონოდა შესაბამისი დაფინანსება ევროკავშირის ფონდებიდან, საერთო ფონდებიდან, რათა მოევლო ამ მიგრანტებისთვის. და როდესაც იღებდა პასუხი, რომ ყველამ ჩვენ მიგრანტებს მოუაროთ, მაშინ იტალიამ გადაწყვიტა, რომ კარგი, თუ არ იქნება ესეთი დაფინანსება, მაშინ ჩვენ მიგრანტებს მოუვლით და გახსნა საზღვარი და გაატარა ეს მიგრანტები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში.
რადგან მიგრანტების უმრავლესობა იტალიურ ენას არ ფლობდა, მათთვის შესაძლებელისი სამსახურები ასე ვთქვათ, მოთხოვნა მუშახელზე არ არსებობდა იტალიაში, შესაბამისად, მათაც ადვილად დატოვეს იტალიის ქვეყანა. და ეს პრობლემა, ანუ ეს თვითონ თავიდან იტალიური მიგრანტები გახდნენ საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის მიგრანტები და სხვა ქვეყნების სლოვენიის და უნგრეთის და ასე შემდეგ მიგრანტები, ხო? შესაბამისად, მე უკვე ეს ასე ვთქვათ, გზავნილი ხო, манипуляция შეიძლება დაერქვას, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ქმედება აღმოჩნდა იმის შედეგი, რომ ევროპის კავშირმა ამ მიმართულებით პოლიტიკა შეცვალა. ძალიან საინტერესოა თვითონ ახლა რომ გადავიდეთ უფრო გლობალურ თემებზე და რომის ურთიერთობებზე მის პარტნიორებთან, ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ, რომ ასე ვთქვათ, ცოტა შუაშისტური პოზიციის დამჭერი არის რომი, როდესაც აკვირდებიან სიტუაციას და ცდილობენ გაარკვიონ საიდან უფრო უბერავს ასე ვთქვათ ქარი. ეხლა ჩვენ ვუყურებთ ძალიან საინტერესო გადალაგებებს და საინტერესო პროცესებს კონკრეტულად ნატოს შიგნით ძირითად მოკავშირეებს შორის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ასე ვთქვათ, ევროპა, როდესაც ამერიკა თავისი ნატოში თავისი გავლენის მეშვეობით ცდილობს, რომ ევროპას უფრო მეტი დაახარჯინოს, უფრო მეტი ევროპული ავტონომია სამხედრო თვალსაზრისით შექმნას, რაც ჩემი გადმოსახედიდან ძალიან კარგი არის, მაგრამ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ცოტა რთული მისაღწევი და რთული წარმოსადგენია, მაგალითად ესპანეთს სერიოზული პრობლემები აქვს ამ მიმართულებით. ეხლა ანკარის სამიძე იყო კომუნიკაში, რომ 5%-ამდე უნდა დახარჯონ ევროპის ქვეყნებმა 2035 წლისთვის, უნდა გაიზარდოს GDP-ს 5%-ამდე. და ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თვითონ მელონის ტრამპთან, იმიტომ რომ რაღაც თითქოს პოპულისტურ მიმართულებაში ერთმანეთს უგებენ. ბოლო პერიოდში კი დაეძაბათ და რაღაც Twitter-ზე ქონდათ შელაპარაკება, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესოა, როგორ აბალანსებს იტალია თავის ინტერესებს ამერიკის მიმართ და ამერიკის ჩართულობის მიმართ ევროკავშირის და ევროპის მიმართულებით და ევროპაში და ევროკავშირში ყოფნის ინტერესებს, ასე ვთქვათ, ამერიკასთან დაპირისპირების მიმართულებით. ну, საერთო ის კონდათ, რომ როგორც ტრამპის, ისე მელონის გზავნილი მოსახლეობის ძირითადი, ასე ვთქვათ, თეზისი იყო, რომ ამერიკა მხოლოდ პირველ რიგში ამერიკელებისთვის და ესეც იტალია პირველ რიგში იტალიელებისთვის. ანუ მიგრანტებს, სხვა ქვეყნებს და ასე შემდეგ ვეხმარებით მას შემდეგ, რაც უკვე იტალიას ჩვენსავე თავს დავეხმარეთ. ანუ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ და სხვა პრობლემებზე ვერ იქნება უფრო პირველხარისხოვანი ვიდრე ჩვენი პრობლემები. საკმაოდ ასე ვთქვათ, ესეთი გზავნილია, ხო, ადვილად მისაღები და გასაგები მოსახლეობისთვის. ამაში საერთო ჰქონდათ და აქვთ კიდევაც. რაც აი ესეთი საერთო გზავნილები, მემარჯვენისტული გზავნილები საერთო ენის გამონახვაში ძალიან ადვილი კარგი კომუნიკაციის გზა აღმოჩნდა. ეს ერთი. მეორე, Fratelli d'Italia, ჯორჯა მელონის პარტია, ძირითადად არის წარმოდგენილი ასე ვთქვათ, ინდუსტრიის ანუ მცირე საშუალო და მსხვილი ბიზნესის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის ემხრობა გადასახადების შემცირებას, შესაბამისად კომპანიების განვითარების ხელშეწყობას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შესაბამისად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ მემარჯვენისტული მხარეა. რაც ანალოგიურად ემთხოვდა, რა ქვია, შეერთებულ შტატებში. მოკლედ, ბევრი საერთო ჰქონდათ ამ თვალსაზრისით და იმ პერიოდში, როდესაც ტრამპმა ესეთი დაპირისპირება დავარქვათ, მკვეთრი ურთიერთობა დაიწყო და არა დაყოვების, არამედ ულტიმატუმების ურთიერთობა პოლიტიკა დაიწყო ევროპასთან. ამ შემთხვევაში ამათი საერთო ხედვა თანხმდრაში მოვიდა და მელონი კარგი კომუნიკატორი შუამავალი აღმოჩნდა აი ამ მხარეებს შორის. და ეს სათავისოდ გამოიყენა ძალიან კარგად სხვათა შორის. ეგ ერთი. მეორე, თქვენ ახსენეთ ტერმინი შუაშისტური. შუაშისტური ტერმინი ჩვენთან არ ვიცი, რატომღაც ცოტა ნეგატიური კონოტაცია აქვს.
მაგრამ რეალურად რა არის? შუაში ყოფნა არის არც რადიკალურად მარჯვნივ, არც რადიკალურად მარცხნივ. ანუ უკიდურეს დაპირისპირებაში არ შესულა. და ეს იტალიაში სულაც არ აღიქმება დავუშვათ ნეგატიურ ამბად და შეიძლება ითქვას არც არის რა. იმიტომ რომ გინდაც ეკონომიკაში ავიღოთ, გინდაც პოლიტიკაში ავიღოთ, ანუ რადიკალური მიმართულებები არასდროს არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ის რამაც ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვია, ხო? რადიკალური მემარცხენეები, ვთქვათ, კომუნისტები იყვნენ და რადიკალური მემარჯვენეები ფაშისტები, ხო? და ესეთი მაგრამ ეს შორს არ წავიდეთ. ეს არის ზუსტად ბალანსი და სწორი ოქროს შუალედის დაჭერის პოლიტიკა. მერე, როდესაც გეძლევა რომ შუამავლის როლი შეასრულო, ამას ძალიან კარგი გამოყენება და დაფასება ჭირდება. მეორე, ის რომ ამერიკა უზრუნველყოფდა ნატოში ყველაზე მეტ, ასე ვთქვათ, შენატანს და უსაფრთხოებას, ეს ამერიკას რა თქმა უნდა ძვირი უჯდებოდა, მაგრამ ამერიკისთვის პოზიტივობა ის ჰქონდა, რომ ამერიკა, ასე ვთქვათ, შესაბამის კონტროლსაც ფლობდა რაღაც მექანიზმებით და სხვა ენაზე საუბრის შესაძლებლობას ევროპასთან. რამდენად იყენებდა და რამდენად ეს სხვა თემებია. მეორე სამაგეროთ ევროპა როგორც ასეთი დამოუკიდებლად დაუცველი იყო, ხო? ეხლა შედეგად აი ამ ახალი პოლიტიკით და ევროპის გაძლიერებით ვღებულობთ რას? უფრო მეტად დამოუკიდებელ ევროპას. რაც საბოლოო ჯამში ევროპული იდეებისთვის მშვენიერი აზრია. და მეორე მხრივ ამერიკისთვისაც შეიძლება სასარგებლო იყოს და ალბათ სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ძლიერ ევროპას ღებულობს პარტნიორად. არა მასზე ანუ უსაფრთხოების თვალსაზრისით მასზე დამოკიდებულ ევროპას, არამედ როგორც ეკონომიკურად ხო უკვე ძლიერი იყო და ასეთ ევროპა ერთიანად რა. ეხლა უკვე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც თანასწორ პარტნიორს მიიღებს. ისე რომ მე ვერ ხედავ ამ თამაში წაგებულ მხარეს. იმიტომ რომ არც შეერთებულ შტატებსაც აწყობს რომ უფრო ძლიერი ევროპა ყავდეს, ევროპასაც აწყობს რომ თვითონ უფრო ძლიერი, ასე ვთქვათ, პარტნიორი იყოს ვინმესთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის. რა როლი შეუძლია იტალიას ითამაშოს ავტონომიური ევროპის თავდაცვის სისტემაში? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიას შორის კონკრეტული შეთანხმებები და მოლაპარაკებები თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, მაკრონს და მელონის ჰქონდათ შეხვედრები. ძალიან საინტერესოა თვითონ იტალია თუ ხედავს თავის თავს ამ ერთიანი უსაფრთხოების თემაში, თუ იტალიას უფრო აქვს ინტერესი, რომ ევროკავშირი და ევროპა უფრო ეკონომიკური ერთიანობა იყოს და უფრო მიმზიდველი იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით. სანამ ნატო არსებობს, ესეთი ორგანიზაცია, ნატო სრულად უზრუნველყოფს იტალიის უსაფრთხოებას. შესაბამისად ესეთი საჭიროება შეიძლება არ არსებობდეს. თუმცა იტალია ნამდვილად არ იქნება წინააღმდეგი, რომ ცალკე, ასე ვთქვათ, ევროკავშირმა ცალკე უსაფრთხოება დამოუკიდებელი ავტონომიური უსაფრთხოების მექანიზმები განავითაროს. ეს არ წარმოადგენს პრობლემას მისთვის რა. იმიტომ რომ იტალია არამხოლოდ დონორია უსაფრთხოების სისტემაში, არამხოლოდ ბენეფიციარი, არამედ დონორიც არის რა. იმიტომ რომ იტალია ეხლა ბევრს გონია ხოლმე, რომ იტალიის ეკონომიკა არის ესეთი გემრიელი საჭმელი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის, მაგრამ თუ დაუკვირდებით და სტატისტიკას გადავხედავთ, იტალიის ეკონომიკაში რა პროცენტი აქვს ამ ყველაფერს, დავინახავთ, რომ ამ ყველაფერს 7%-ზე მეტი არ უჭირავს. და იტალიის ძირითადი ეკონომიკა არის მძიმე და მსუბუქი და საშუალო მრეწველობა. ინდუსტრია არის. იმიტომ რომ ძნელია მაღალგანვითარებული ეკონომიკა იყო, მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე დაყრდნობით, ან მხოლოდ ტურიზმზე დაყრდნობით, რაც არ არის სტაბილური და ის რომ იტალიას აქვს ეს სფეროებიც განვითარებული, ეს მისი დამატებითი პლუსია და დამატებითი ის არის, მაგრამ იტალია არ ეყრდნობა ამას, ანუ იტალიის ბიუჯეტში მთავარი შემომტანები მაინც ინდუსტრიები არიან და სხვადასხვა, თუნდაც მოდის ინდუსტრია, მსუბუქ მრეწველობას რო მიიღოთ ხელი, ან იტალია სამხედრო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არის ძალიან განვითარებული research and development, ანუ ეს კვლევები და განვითარება, know-how, ძალიან ბევრი გამოგონებლები და ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ცოდნა ჩადის, ისინი აწარმოებენ შოუმფრენებს, გემებს,
არ არის აუცილებელი რომ დავუშვათ საფრანგეთივით დავუშვათ ესეთ მას წყალქვეშა ან ესეთ გემებს აწარმოებდნენ, რა ქვია, ავიამზიდებს, მაგრამ ამისი ცოდნა აქვთ სხვადასხვა დონეზე. მაგალითად, დრონების წარმოება საკმაოდ განვითარდა და თვითმფრინავების და ესეთი სხვადასხვა ზომის და მოკლედ ამ მიმართულებით იტალიას ასესხებელი არ აქვს რა და შესაბამისად თუ ეს მიმართულება განვითარდება და ევროკავშირი კი მიმართულებითაც ჩაიდება ამაში ბიუჯეტი, იტალია შეუძლია ეს ბიუჯეტი აითვისოს. შესაბამისად გააფართოვოს თავისი წარმოება და შექმნას დამატებით სამუშაო ადგილები. ასე რომ პრაგმატული თვალსაზრისითაც იტალია ამის წინააღმდეგი სავარაუდოდ არ იქნება. თვითონ ევროპის შიგნით სტრატეგიულ დონეზე თუ შევხედავთ იტალიის თვალსაზრისიდან, იტალია თავის თავს მოიაზრებს როგორც ასე ვთქვათ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები არიან, როგორც საფრანგეთი, გერმანია, ნუ ინგლისი აღარ არის, მაგრამ ამ ჯგუფში მოიაზრებს თავს თუ ის ხედავს თავს როგორც ხმელთაშუა ზღვის მოწინავე ქვეყანა, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაზე უნდა ჰქონდეს დომინაცია. როგორ არის იცით, ევროპაში ესეთი კონგლომერატები, დაჯგუფებები და კოალიციები სხვადასხვა თემაზე სხვადასხვაგვარი იქნება. მაგალითად არსებობს დავუშვათ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების დაჯგუფება, როგორიც არის დავუშვათ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ამის საპირისპირო ნორდიკული დაჯგუფება, მერე აღმოსავლეთ ევროპული დაჯგუფება, მაგრამ სხვადასხვა თემებს უკავშირდება ეს. იტალია თავისთავად ცხადია, რომ არის ევროპის კავშირის დამფუძნებელი სახელმწიფო დასავლეთ ევროპული ქვეყანა, დასავლეთ ევროპული დემოკრატიის ტრადიციებით. იტალიას ვერ შეადარებთ მაგალითად ვერც ერთ როგორ გითხრათ, სადაც ახალი დემოკრატიული ტრადიციები აქვთ რა. საბერძნეთზე როგორ უნდა ვთქვა, საბერძნეთი დემოკრატიის სამშობლოა, მაგრამ ეხა ის ანტიკურ პერიოდში რა იყო ეს ერთია და ხო, ნუ საკმაოდ წვეტა ჰქონდათ. მაგრამ მე ახლა საბერძნეთის დემოკრატიაზე სასაუბროდ არ ვარ, ან თუნდაც რო ავიღოთ სიტყვაზე ბულგარეთის დემოკრატია, ან რუმინეთის დემოკრატია და იტალია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუციებით. აი ევროპის კავშირის ღირებულებები დემოკრატიაზე, როდესაც არის საუბარი, ერთ-ერთი მთავარი არის სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიის ფუნქციონირებას. იტალიაში დემოკრატია ფუნქციონირებს როგორც ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი და ეჭვი არავის არ ეპარება იტალიის დემოკრატიაში. ანუ ეს check and balance, რასაც ქვია შემოწმება და აწონასწორებლად დაბალანსება აბსოლუტურად ეფექტურად მუშაობს. ანუ რა არის ინსტიტუტების სტაბილურობა, დემოკრატიული ინსტიტუტების არის კონსტიტუციური ორგანოების სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა თუ სხვა დანარჩენი, მათი დამოუკიდებლობა და სიძლიერე და უწყვეტობა. იტალიის სასამართლო არის ერთ-ერთი პრობლემა აქვს, რომ ნელა მუშაობს. ტემპი. მაგრამ უპირატესობა ის არის, რომ დამოუკიდებლად მუშაობს და გამართულად მუშაობს და შეუძლია ცვლილებების შეტანა ბევრ რაღაცაში. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არა მხოლოდ ფაქტია, როგორც ასეთი, არამედ ეჭვიც არავის არ ეპარება ამაში. ეს კიდე ცალკე საკითხია, როგორ ხედავს მოსახლეობა ამას და რამხელა ნდობა ამის მიმართ. და ამ თვალსაზრისით გამართული დემოკრატია იტალია. ძალიან საინტერესოა თვითონ, ანუ ევროპას რომ მოვცილდეთ, იტალიას ასევე აქვს თავისი საკუთარი ინტერესები აფრიკის მიმართულებით. მე ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით აი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც ევროპა სერიოზული კრიზისი გაუჩნდა ენერგო თვალსაზრისით, იტალია გახდა ერთ-ერთი წყარო ამ ენერგიის, რომელიც ატარებს თურქეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან ამ ყველაფერს და აწვდის ევროპას. იპოვა თუ არა საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქცია, ასე ვთქვათ, ამ ენერგო რესურსებში და რა ინტერესები აქვს იტალიას ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით, ზოგადად აფრიკის მიმართულებით. ხო, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს იგივე ინტერესებია, რომელიც არსებობდა მუსოლინის დროს, ან პირველი მსოფლიო ომის დროს და ასე შემდეგ, ანუ კოლონიალისტური და იმ დროისთვის, ასე ვთქვათ, მოდასაყოლილი კოლონიების და ასე ვთქვათ, ტერიტორიების გაფართოების ინტერესები. არა, იტალიას უფრო აქვს რაღაც. იტალიაში არის განვითარებული ძლიერად know-how და ინტელექტუალური ცოდნა. მაგრამ იტალიას არ აქვს, ასე ვთქვათ, ენერგო რესურსები. ანუ იტალიას დაუშვათ ნავთობი არ მოიპოვება იტალიაში, გაზი არ მოიპოვება იტალიაში და ატომური ელექტროსადგურები არ არის. იტალიაში რეფერენდუმი მოეწყო ამის შესახებ ორჯერ, ერთხელ სულ თავიდან და მეორედ არ მახსოვს, ანუ 2000-იან წლებში და რეფერენდუმზე გადაწყდა, რომ ატომურ ელექტროსადგურებს
არ აშენებენ. მოსახლეობამ გადაწყვეტა. შესაბამისად იტალია, ხო, რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, იტალია სრულადაა გათვისებული. აი ხო ჩვენთან რო ლაპარაკობთ, ჩვენ იმისი 30%-იც არ აქვს გათვისებული საქართველოს, რადგან იტალიაშიც უხუწყლიანი არის განსაკუთრებით ჩრდილო იტალიის ალპებში და ასე შემდეგ და თითოეულ მდინარეზე, რა ვიცი, რამოდენიმე 7-8 ისენია კაშხლები და სრულად იყენებენ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი ამ ხელა მზარდი ინდუსტრიალიზებული ქვეყნისთვის, ხო? ჩრდილოეთ აფრიკასთან კავშირი ზუსტად ეგ არის, რომ ენერგორესურსების მოპოვება. ჩრდილოეთ აფრიკის გარდა მაგალითად ადრე ძალიან აქტიურად განიხილებოდა ტანაპი, ეგეთ წოდებული ტრანსანატოლიური pipeline, ისა მილსადენის პროექტი, რომელსაც თურქეთზე უნდა გამოეარა, შემდეგ ზღვაზე და შემდეგ იტალიის სამხრეთ იტალიაში, პულის რეგიონში შემოვიდოდა და ასე დაუკავშირდებოდა ევროპას. რაშიც იტალია ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ინტერესს ავლენდა და იტალიის საერთო საქმეთა სამინისტროშიც მიმდინარეობდა აღნიშნული საკითხების განხილვა და შეხვედრები და კონფერენციები. მოკლედ ენერგია იტალიას სჭირდება. ანუ იტალიას არ უნდა რომ მუდმივად იყოს ანუ როგორ ვთქვათ, ენერგო დამოუკიდებლობა თვითონ ქვეყანაში შექმნილი პროდუქციის ღირებულებასაც ზდის რა, არ ხარ დამოკიდებული, ანუ უფრო იაფი გიჩნდება და უფრო კონკურენტუნარიანი ხდები. ეხლა ნებისმიერი, როდესაც დამოკიდებული ხარ ფრანგულ, ეხლა იტალია ელექტროენერგიის თვალსაზრისით ფრანგულ ატომურ ელექტროსადგურებზეა დამოკიდებული. ეს რა თქმა უნდა კონკურენტულს ვერ ხდის იგივე პროდუქციაში, რასაც და სიტყვაზე ერთი და იგივე პროდუქციას თუ აწარმოებენ, რომელსაც ელექტროენერგია ჭირდება, დაუშვათ საფრანგეთს უფრო ნაკლები დაუჯდება ვიდრე იტალიას, ხო? ამ თვალსაზრისით დამოკიდებლობა უნდა. მაგრამ როგორც გითხარით, იმ რეფერენდუმზევე, როდესაც გადაწყდა, რომ ატომურ ელექტროსადგურებს არ აშენებენ, ეს იგივე თანხა და ეს ინვესტიციები წავიდა მეორე მიმართულებით, რომელსაც ქვია განახლებადი ენერგია. და უამრავი მიმართულებით მზის ენერგია, ქარის ენერგია, ტალღების ენერგიაზეც და ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. მოკლედ იტალია ცდილობს, რომ დამოუკიდებელი თვითყოფადი ენერგო ის იყოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა როგორც ყველა ქვეყანა სხვა წყაროებს ეძებს. მათ შორის რა თქმა უნდა აფრიკის და ნავთობმოპოვებელთან ქვეყნებთანაც ბუნებრივი. ბატონო, ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტი, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სოკარმა შეიძინა იტალიან პეტროლიუმი, ესეთი კომპანია. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს ეს იმას, რომ იტალიას აქვს კონკრეტული ინტერესი, მაგალითად, შუა კორიდორის მიმართულებით, სადაც საქართველოს ფიგურირებს და სადაც გადის, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანული ნავთობი და ამ გზით მიეწოდება ევროპას, თუ ეს არის რაიმე სხვა უფრო კომერციული ინტერესი? ხო, შიდა კომერციული ინტერესები მე არ ვიცი, ვერ მეცოდინება ეგ დახურული კომერციული ინფორმაცია და მაგაზე ვერ მოგახსენებთ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ EP ერთ დროს თუ იყო ერთ-ერთი წამყვანი, ასე ვთქვათ, იტალიური ნავთობგადამამუშავებელი და დისტრიბუციის კომპანია. ბოლო პერიოდში აღარ იყო ისეთი, ასე ვთქვათ, სხვა კონკურენტები უფრო უსწრებდნენ, როგორც არის ENI ან სხვა კომპანიები. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური გარიგება, ელემენტარულად, რომ სხვა უფრო მსხვილმა კომპანიამ შეიძინა ისეთი კომპანია, რომელიც რეანიმაციას და აღდგენას ცდილობდა. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ესეთი ტრანსნაციონალური გარიგებები, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინების გარეშე ცხადი არ ხდება რა და მით უმეტეს იმისა, რომ რა თქმა უნდა, თქვენ კითხვაზე პასუხობთ, რომ იტალია დაინტერესებულია ამ კავშირებით. შუა დერეფნიტას და ყველაფრით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, თავად არ არის ენერგიის მწარმოებელი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქვს ინტერესი, რომ პირველი წყაროდან მიიღოს და მასზე გაიაროს იმან, რაც იტალიაში ეკონომიკურ შემოსავალსაც მოუტანს რა და აგრეთვე დამოუკიდებლობას და სტაბილურობას. ჩვეულებრივი, ძალიან ლოგიკური ამბავია ეგ და რა ვიცი, დამატებით ანუ პასუხი იქნება რომ შევაჯამოთ, რომ ალბათ ორივე კომერციული ინტერესიც და გეოპოლიტიკური ინტერესიც. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის ასევე იტალიის ურთიერთობა რუსეთთან.
იტალია როგორც იტალიის მთავრობა როგორც ევროსკეპტიკური თავიდან, ანუ წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის. რაიმე კონკრეტული ურთიერთობები იკვეთება თუ არა რუსეთის მიმართულებით და როგორ გამოიყურება მათი ურთიერთობები რუსეთთან ასევე 2022 წლის მერე. მოდი იცით რითი დავიწყოთ, რომ ამან ევროსკეპტიკული იტალია არასდროს არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. ერთი არის გზავნილები არჩევნების წინ მოსახლეობისადმი და მეორე არის, ასე ვთქვათ, გლობალური პოლიტიკური მოთამაშის, ასე ვთქვათ, პოზიციონირება სოფლიო ასპარეზზე. ამ თვალსაზრისით იტალია ვერასდროს ვერ დაუძახებდი ევროსკეპტიკოსად. იმიტომ რომ ძალიან მე არ მახსენდება, არ ვიცი, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ ახლა ძალიან თვალსაჩინო, არაფერი არ მახსენდება, რომ ევროკავშირის პოლიტიკის რადიკალური წინააღმდეგ როდესმე წასულიყოს იტალია. შესაბამისად, ამას ვერ ჩავთვლით. რუსეთთან ურთიერთობას დაკავშირებით კიდევ მოგეხსენებათ, იტალიას არ ქონდა მხოლოდ კეთილი, ესე ვთქვათ, თბილი ურთიერთობა რუსეთთან. რომელი ევროპული ქვეყანა იყო, დასავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელსაც არ ქონდა თბილი ურთიერთობა რუსეთთან. ეკონომიკურ ანუ ევროპამ ჩათვალა, რომ რუსეთის, ასე ვთქვათ, საბჭოთა იმპერია დაინგრა და რუსეთი არის ეს ხა ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომელთანაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ამხელა ბაზარი არის, ამხელა ენერგიის წყარო არის და ყველამ გახსნა საავტომობილო ქარხნებიც და წარმოებაც და გაყიდვებიც და პირიქით იტალიაში თავის თავს აყდურობდნენ, რომ ჩვენ რატო ჩამოვრჩითო და ცდილობდნენ, რომ დაწეულიყვნენ საფრანგეთსაც და გერმანიასაც, ხო? ანალოგიურად სხვათა შორის ჩინეთთან. იმიტომ რომ ჩინეთში გაცილებით პოპულარული იყო ფრანგული ღვინოები, ვიდრე იტალიური ღვინოები. და ზოგადად რა, არადა იტალიური ღვინოები თუ დამიჯერებთ, რა თქმა უნდა, ესეთი საკითხები გემოვნების თემაა, მაგრამ ისე რა რომ შევეცადოთ მაქსიმალურად ობიექტურად შევხედოთ, არაფრით არ ჩამოვარდება და მივიტყოდი უკეთესიც არის ვიდრე ფრანგული ღვინოები. მაგრამ იტალიას ჰქონდა ეგრეთ და რასაც ბოლო 10 წლებში განსაკუთრებულ ყურადღება დაუთმო ინტერნაციონალიზაციის პრობლემა. ანუ თავისი პროდუქციის უფრო ძლიერი და მარკეტინგი საერთაშორისო ასპარეზზე. ანუ რაღაცეების made in Italy იმდენად ცნობილი იყო, რომ თითქოს რაღაც ამ თვალსაზრისით ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ და ახალ ბაზრების დასაპყრობად, როგორიც არის რუსული ბაზარი, ჩინური ბაზარი და ასე შემდეგ, იმდენ ფულს არ ხარჯავდა თავად სახელმწიფო. ხარჯავდნენ დაუშვათ კონფინდუსტრიები და ესეთი გაერთიანებები მეწარმეების, მაგრამ ისინიც იმდენს არა და ბოლო ხო გითხარით, ბოლო ასე ვთქვათ 20 წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, გაცილებით აქტიურად დაიწყეს თავისი სავაჭრო პალატების შექმნა ამ ქვეყნებში, მხარდაჭერა, ხალისება, წაქეზება თავისი ბიზნესების, რომ გადით გარეთ, ნუ იქნებით მხოლოდ იტალიაში და მხოლოდ ევროპაში კონცენტრირებულები გავიტანოთ, იმიტომ რომ ამის კარგი მაგალითი იყო, რასაც გერმანია, საფრანგეთი აკეთებდა, ხო? ანალოგიურად ხდებოდა რუსეთთან მიმართებაშიც. ეხლა რუსეთთან მიმართებაში, ეხლა იტალიაში როგორც გითხარით, არსებობდა კომუნისტური პარტია, არსებობდა სენტიმენტები, ძველი ეს ტოლიატიც ხო ერთ-ერთი პოლიტიკოსი იყო იტალიელი, რომლის სახელობის ავტოვაზი შეიქმნა და ეს ხელშეკრულება დაიდო. მოკლედ, ეს ურთიერთობები არსებობდა და საერთოდ სხვანაირად ხედავდნენ, უფრო რაღაც ასეთ რომანტიკულად ჩანდა მუშათა და გლეხთა თავისუფლება და ასე შემდეგ და ნუ ჯერ ერთი მინდა თქვა, რომ იტალიური კომუნისტური პარტია და საბჭოთა კომუნისტური პარტია სულ სხვა იყო. ერთი იტალიის პროგრესული და ასეთ პროგრესული იდეების მხარდამჭერი პარტია იყო, ანუ უფრო იყო იმის დამაბალანსებლად, რასაც იწოდა ყველაზე კათოლიკური და კონსერვატიული პარტია და უფრო იმაზე მუშაობდა, რომ დავუშვათ ქალთა უფლებების დაცვა, წინწაწევა, უმცირესობების უფლებების დაცვა, რაღაც პროგრესიული იდეების ამუშაო დრო, დასვენების დრო, მუშათა პირობები და ასე შემდეგ, რაც რეალურად ასე ვთქვათ ევროპული სოციალური პარტია რისკენაც არის მოწოდებული, თუნდაც ნორდიკულ ქვეყნებში, ხო? და არაფერი ქონდა კავშირი დავუშვათ იმ ძალადობრივ დიქტატურასთან და მასთან, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო. მაგრამ ეს რკინის ფარდა ჩაკეტილის ცხადია ამ ინფორმაციის გაცვლას ვერ უწყობდა საბჭოთა კავშირი ყველანაირად მალავდა ამ ინფორმაციას და ამათ ეჩვენებოდათ მემარცხენეებს, ასე ვთქვათ, უფრო რომანტიკულად უყურებდნენ რა საბჭოთა კავშირს.
მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება აქ ამის გამოძახილიც იყოს, რომ ეხლა რა თქმა უნდა, თან მე როდესაც დაიშალა და რუსული ტურისტები ძალიან ბევრს ხარჯავდნენ იტალიაში და არანაირი ასე ვთქვათ გაღიზიანება და ის არ ქონდათ რა. ჩეჩნეთის ომები და აფხაზეთის ომები ესენი ინფორმაციები არ ვრცელდებოდა დიდად რა, იმიტომ რომ ეს არ იყო დაუშვათ იტალიელი მოსახლეობის ფოკუსის მთავარი საკითხი, ინტერესის საკითხი. შესაბამისად არც აგრესია, მოდი ვთქვათ, არ არსებობდა რუსეთის მიმართ, მაგრამ როდესაც გამოჩნდა კონკრეტული საერთაშორისო მოვლენა, როგორიც არის ომის და რომელიც გაჩაღდა და რომელიც ის შესაბამისად განწყობებით შეიცვალა. ხა ძალიან გართულდება, რომ პუტინის ქმედებები გაამართლოს ისეთი პოლიტიკოსი ან ამომრჩეველი იპოვოთ. ვიღაც არ ვიცი, ფანატიკოსი შეიძლება ერთეული, მაგრამ განწყობა მოსახლეობაში შესაბამისად შეიცვალა. არაფერი, სწორი ინფორმაციის გავრცელება. მე როგორც გითხარით, რუსეთი ძალიან ინფორმაციულ ომში, ამ ჰიბრიდულ ომში ეხლა კი არ დაიწყო უკრაინის ომთან ერთად. გაცილებით ადრეა ეს ომი გაჩაღებული. ესეთი ორგანიზაციები, ტელევიზიები დაფუძნდა, მათ შორის იტალიაშიც, როგორც არის სპუტნიკი, მუშაობდნენ შეცდომაში, misleading information, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც რაღაც იმ რაკურსით გაჩვენებს საკითხებს, რომელიც გაბნევს და, ასე ვთქვათ, რაღაც საკითხებზე, რასაც ცალსახა უნდა იყოს, იმაში ბუნდოვანებაში აქვს და მე დემორალიზაციას იწვევს ხალხის და, მოკლედ, ასე ვთქვათ, სხვა ფორმებია ინფორმაციული ომის და საკმაოდ წარმატებით ახორციელებდა. გვიან გამოფხიზლდა ევროპის კავშირი, ამას დაჭირდა 2008 წლის ჩვენი ომი, ყირიმი და შემდეგ ბოლოს ის, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოფხიზლდა ამ თვალსაზრისით ევროპა და ეხლა უკვე დაიწყეს საწინააღმდეგო ზომების შემოღება, დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ზომების გატარება, ინფორმაციის მიწოდება და უკვე მოსახლეობაში, ასე ვთქვათ, თვალსაწიერი გაფართოვდა და უკვე სწორად ხედავენ, რეალისტურად ხედავენ რა ხდება და აღარ არიან ისევე დაბნეულები, როგორც მანამდე იყვნენ. ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა, მაგალითად ხანდახან ამოვარდება ხოლმე ინფორმაციები, რომ რომელიღაცა ქალაქის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობა აფხაზეთის მიმართულებით გააკეთეს განცხადება, ყირიმშიც იყვნენ თუ არ ვცდები ჩასულები იტალიის რამდენიმე წარმომადგენელი. ძალიან საინტერესოა თვითონ რუსეთი რა ტიპის აქტივობებს ატარებს და ატარებს თუ არა აქტივობებს ამ მიმართულებით, რომ ხედავს თუ არა მოწყვლად საზოგადოებას იქ, რომლის შეცდომაში კონკრეტულად შეყვანას ცდილობს. თუ დავაკვირდებით, რუსეთის, ასე ვთქვათ, ეს ჰიბრიდული ომი მუშაობს და ფოკუსირებულია ისეთ საზოგადოებაზე, რომელსაც აქვს ნაკლები ინფორმაცია ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ტყუილ მართალზე. ანუ, როდესაც გაცილებით ადვილია შეცდომაში შეიყვანო ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ამაზე წარმოდგენა და ინფორმაცია, ვიდრე ისეთი, ასე ვთქვათ, გადმოიყვანო შენ ჭყვაზე, რომელიც ფლობს ინფორმაციას და ჩამოყალიბებული აზრი გააჩნია. სწორედ აი ამ, ასე ვთქვათ, ფოკუს ჯგუფზე მუშაობს რუსული სამა. თანაც ძალიან ძლიერია რუსული, ასე ვთქვათ, ის. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ეს სამართალმემკვიდრე ხო რუსეთი გამოცხადა, მთელი უძრავი ქონება და ეს ინფრასტრუქტურა მას დარჩა, რომელიც საბჭოთა კავშირს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საელჩოები და ინფრასტრუქტურები ჰქონდა ევროპის წამყვან ქვეყნებში, მათ შორის იტალიაშიც უშველებელი მამული და თავისი ინფრასტრუქტურა აქვთ რა, დაახლოებით 700-მდე თუ მეტი არა, ასე ვთქვათ, აკრედიტებული პერსონალი მუშაობს რუსეთის იმაში. ამდენი რეალური დიპლომატიის წარმოებას ნამდვილად არ ჭირდება და 12 ადამიანი არის რეალურად და დანარჩენი სხვადასხვა ესეთ პროვოკაციებზე მუშაობენ. ანუ როგორ ვთქვათ, იცით, ეს არის მათი დავალება და მუშაობენ, რომ აღიარება რასაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების და არა მარტო ჩვენი ახლა უკრაინის ტერიტორიების და თვითგამოცხადებული ესეთი სახელმწიფოების აღიარება მოიპოვა სხვა ფორმით. რა თქმა უნდა, ახლა იტალიის ხელისუფლებასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ესეთი რაღაც წარმოუდგენელია, მაგრამ ის ნიშნები, ნელ-ნელა ნიშნები, პროვოკაციები, რო და აგრეთვე თვითონ იმ დაუშვათ სამაჩაბლოს რეჟიმის ან აფხაზეთის რეჟიმის მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, რომ აი რაღაც ვაკეთებთ
ამასაც აქვს მნიშვნელობა. ახერხებენ ესეთ რაღაცეებს, რომ შეცდომაში შეიყვანონ რომელიმე პატარა მაღალმთიანი სოფლის მერი ან წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, რომ აი ესეთი რაღაცა არის, ჩამოდით, დაძმობილდით, ჩვენ დავაფინანსებთ ესე და შედის ეგ იყო ჩვენი ასე ვთქვათ დიპლომატიური საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აღიარების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ ესეთი პროვოკაციები აგვეკეთა ან მათი პრევენცია გაგვეკეთებინა და არსებობდა როგორც პრევენციული ზომები, ისე პოსტფაქტუმ ასე ვთქვათ, რომ ესეთი რამე არ მომხდარიყო, თორე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე ესეთი რაღაცები ხდება. და აქ ძალიან ასე ვთქვათ მაშფოთებს რომ ეს ასე ვთქვათ დღევანდელი მდგომარეობა დღევანდელი არც თუ მეგობრული მდგომარეობა და ეს დაპირისპირება რომელიც არის ევროპულ სახელმწიფოებთან და ამასთან თანამშრომლობისთვის ნაკლებ ნიადაგს ქმნის რომ ესეთ საკითხებზე რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოსთვის ისევ ისეთი კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა იყოს რომ ადგილი არ ქონდეს ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს. კი ბატონო, ანუ ამ პროცესების აღკვეთის მიმართულებით თქვენ ძირითადად გიჭერდათ თუ არა ხარს მაგალითად ცენტრალური ხელისუფლება აკეთებდა თუ არა შუამავლობას და ახერხებდა თუ არა თქვენთან ერთად ასე ვთქვათ კოორდინაციაში ყოფნას იმისთვის რომ ესეთი პრობლემები არ გამოკვეთილიყო და არ გამოჩენილიყო ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა. ამაზე ჩვენ ძალიან მჭიდროდ და აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობთ. მაგალითად, ჩვენ რამოდენიმეჯერ ჩვენი ერთობლივი ასე ვთქვათ ძალისხმევით გავაკეთეთ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან პრემიერ-მინისტრის აპარატმა რეგიონალურ კომიტეტზე, სადაც ყველა რეგიონებიდან ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, გამოცხადდა, რომ აი მას მიაქციეს ყურადღება, მეტი ინფორმაცია გქონდეთ ამის შესახებ და რომ ეს იტალიის საგარეო პოლიტიკის კურსი ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და შესაბამისად აი ამ თვით გამოცხადებულ სახელმწიფოებს არ აღიარებს და მათთან საერთაშორისო ტიპის საერთაშორისო როგორ მათთან ურთიერთობაში შეხვალთდაც გააკეთებთ, იმიტომ რომ ეს შეეწინააღმდეგება იტალიის ოფიციალურ საგარეო კურსს. საქმე იმაშია, რომ იქ იერარქიული სისტემა ესეა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მართლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არიან და ისინი დამოუკიდებელი არიან ცენტრალური ხელისუფლებისაგან. შესაბამისად, ესეთი ბრძანება და ინსტრუქციას ვერ გასცემს, მაგრამ გაიცემოდა, ასე ვთქვათ, მკვეთრი სარეკომენდაციო ზომები, რომ ეს და განცხადებებს კეთებოდა, რომ რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკას არ შეესაბამება თუ ვინმე რამეს გააკეთებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რომ დაუშვათ ისეთი რაღაცა, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ქვეყანა, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. იმასთან რომ რომელიმე გორის მუნიციპალიტეტი რო ჩავიდეს და ურთიერთობა დაამყაროს. ხო, საქართველოს პოლიტიკას არ შეცვლის, მაგრამ ხო უხერხული მდგომარეობა იქნება. აი სწორედ აი ამ თვალსაზრისით. გარდა ამისა, ცალკეულ დეპუტატებთან იყო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დეპუტატი დამოუკიდებელია და მთავრობას არ ექვემდებარება და მაგრამ იქაც რომ ისინი თანხმედრაში უნდა იყვნენ იტალიის ოფიციალურ საგარეო კურსთან და ამ თვალსაზრისით ინფორმაციის მიწოდება, გაფრთხილება, შეტყობინება და ესენი ძალიან კარგად მუშაობდა სხვათაშორის. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძალიან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება იმ ქვეყნებთან, რომელიც პირდაპირ გეხმარება შენი ეროვნული ინტერესების გატარებაში. მოდით აი ბოლოსკენ რო გავიდეთ, ასე ვთქვათ. იტალია ძალიან საინტერესო გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულ ფუნქციას ასრულებს ევროპისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ იქ არის დემოგრაფიული პრობლემები, არის გარკვეული ტიპის ეკონომიკური პრობლემებიც, არის, ასე ვთქვათ, მთლიანად ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტს უყურებთ, როდესაც ევროპა წყვეტს, რომ დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს თავის თავდაცვის მიმართულებები, ასევე ენერგო მიმართულებებზე ფიქრობენ. თქვენი აზრით, იტალიამ აითვისა თუ არა ბოლომდე ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც აქვს მას და ის როლი, რაც შეიძლება მას შეასრულოს ევროპისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის. საქმე იმაშია, რომ იტალიის მთავარი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე რაც არის, იგივე არის მისი მთავარი პრობლემაც. და ეხლა ვიაგიხსნით, რას გულისხმობ ამაში. იტალიის კონსტიტუცია
უზრუნველყოფს იტალიის დემოკრატიის სტაბილურობას. რომ არც ერთი ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს მან უზურპაცია გაუკეთოს ხელისუფლებას და დამოუკიდებელი ინსტიტუციები არსებობდეს. და ამავდროულად ეს ორპალატიანი სისტემა, გართულებული მეთოდი კანონმდებლობის მიღების, არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გართულებული მეთოდი, ეს უზრუნველყოფს როგორც დემოკრატიის სტაბილურობას და იმას, რომ ეს არ არის ყევადი ქვეყანა, ვიღაცა მოვა თავის თავზე მოირგებს კონსტიტუციას, თავის თავზე მოირგებს კანონმდებლობას, როგორც უნდა ისე შეცვლის და ასე შემდეგ. აგრეთვე იგი ეს სისტემა უზრუნველყოფს პლურალიზმს, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ ბიპოლარული სისტემა კი არ არის, რომ ორი პარტია და ორი პარტიიდან ესენი დანარჩენი შუა როგორ არის შუა გაიკაფოს თუ მოკლედ ეს შუაშისტობა როგორც გითხარით ცუდი არ არის და ძალიან ბევრი აქტორი არის აი ამ პოლიტიკურ ასპარეზზე და პლურალიზმია იტალიაში. პარტიული პლურალიზმი ყველა ასე ვთქვათ მხარი არის წარმოდგენილი. მაგრამ ეს ხო სიძლიერეა დემოკრატიის თვალსაზრისით და სტაბილური დემოკრატია და ურყევი ამდენი წლის განმავლობაში, ხო, ამდენი წლის კი არა, უკვე შემდეგ საუკუნეში გადავედით. მაგრამ მეორეს მხრივ ეს რთული საკანონმდებლო პროცედურები ართულებს დროული რეფორმის გატარებას. ანუ ეს სიძლიერე მეორეს მხრივ ტრიალდება იმას, რომ როდესაც ეკონომიკა გარემო იცვლება, ეხლა უკვე ხელოვნურ ინტელექტზე ვართ გადასული. ხო შეუძლებელია რომ ამ დროს იგივე სისტემა არსებობდეს ბუღალტერიის, იგივე სისტემა არსებობდეს რაღაც დოკუმენტების გამოწერის, საბანკო პროცედურების და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ამაში ცვლილებების შეტანა იმდენად რთულია, რომ ვერ ხერხდება დროულად მნიშვნელოვანი რადიკალური და თან მტკივნეული რეფორმების გატარება. აი ხომ ცდილობაც იყო რომ ეხლა ხანს ერთი კვირის წინ არც კი რა ერთი კვირაც არ არის გასული რომ სწორედ მაშინ ჩავარდა მელონის პარტიას ჰქონდა გატანილი კანონპროექტი რომელიც უზრუნველყოფდა რომ დავუშვათ უფრო ადვილად ჩამოყალიბებული იყო სამთავრობო კოალიცია. ანუ მეტი რაღაც ბონუსქულები მიიღო პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდებოდნენ და გადაელახათ ის, რომ ადვილად დაეკომპლექტებინათ სამთავრობო კოალიცია, მთავრობა ადვილად შეექმნათ და არ ყოფილიყო ყოველ ჯერზე, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის როლის ასეთ ჩართულობა, რომ შეათანხმოს, შეარიგოს, რომ როგორ მთავრობა შედგეს. მაგრამ ვერ გავიდა, რამოდენიმე ხმა დააკლდა. აი ეს მომენტია იტალიის ეკონომიკური პრობლემებისაც, სხვათა შორის დემოგრაფიულ თვალსაზრისითაც იმ მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმების შეტანა კანონმდებლობაში, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარებოდა, რომ უკეთესი ასე ვთქვათ maternity leave, რასაც ქვია, ანუ ორსულობის ჩვენ რო დეკრეტს ვეძახით, ეს ძალიან საბჭოთა ტერმინია და მაგიტო არ მინდოდა მეხმარა. ასეთი საკითხები, დახმარებები და სხვადასხვა დროულად კონდეს, ადვილად შეძლოს სახლით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. ეს დაეხმარებოდა დემოგრაფიას, თუ ხა დემოგრაფიას ფიზიკურად ვერავინ ვერ შეცვლის ესე, ხო, ეს უფრო სხვა მოწოდებით არ ხდება ეგ ამბავი. ეს არის პრობლემა და აი ამიტომაც არიან ესე ის რაც უზრუნველყოფს მათ დემოკრატიულ სტაბილურობას თუ აფერხებს მეორეს მხრივ სწრაფ რეფორმას უკვე პრობლემატურია. და ვნახოთ, ეგ უკვე იტალიის მოსახლეობის გადასაწყვეტია, საითკენ წავა. ალბათ ცოტა რეფორმების ცვლილება ალბათ დაჭირდებათ, რომ უფრო მოქნილი გახადონ სისტემა თანამედროვე გამოწვევებისთვის, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევებისთვის. იმიტომ რომ დემოგრაფიული პრობლემა, მოდი ასე ვთქვათ, კიდე სხვა რამე არის რა, იმიტომ რომ გააჩნია რასთან შევადარებთ. იმ პერიოდს თუ შევადარებთ, როდესაც იტალიაში დემოგრაფიული ბუმი იყო, ბუმერების პერიოდს, როდესაც პირიქით იტალიას იმდენი მოსახლე 12 შვილი იყო ოჯახში, ასე ვთქვათ და იმიტომ რომ მიწაზე მუშაობა ხდებოდა და დამატებითი შვილი, დამატებითი, ასე ვთქვათ, შრომის იარაღი იყო, ხო, დამატებითი ძალა იყო და სხვანაირი გამოწვევა იყო. რამაც ინდუსტრიალიზაციის შემდეგ ეს ხალხი ყველა წავიდა ზოგი არგენტინაში, ბრაზილიაში, შეერთებულ შტატებში, დიდი მიგრაციული ნაკადებზე მაქვს და ლაპარაკი. მაგრამ მე ბევრი რამე შეიცვალა. ინდუსტრიული განვითარება იწვევდა იმას, რომ აგრეთვე ცხოვრების ხანგრძლივობის განვითარებასაც. ცხოვრების ხანგრძლივობის განვითარებას საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანების უფრო დიდხანს, ანუ მეტი პენსია უნდა გადაეხადათ. თან მერე მიწაზე იმდენი სამუშაო რო აღარ იყო, ტრაქტორი აკეთებდა და ამას არ ჭირდებოდა 4 დამატებითი შვილის ყოლა, რომ ის მიწა დაემუშავებია, ხო?
თუ კაცრავად ესე მარტივი იმით რომ საუბრობ, მაგრამ რეალობაშიც მარტივი არის ეს ყველაფერი. ამისი საჭიროება არ იყო. შემდეგ ანუ ნაკლები ხალხი იყო, ვისაც საპენსიო გადასახადები უნდა გადაიხადათ და მეტი იყო პენსიონერი. შესაბამისად ეს პრობლემას იწვევდა. პრობლემას იწვევდა დასაქმების თვალსაზრისითაც და პრობლემას იწვევდა იმ თვალსაზრისითაც, ხალხიც ნაკლებად იყო, ანუ საქორწინო ასაკი შემცირდა. მათ გაცნობიერებული ქონდათ, რომ გაცილებით თუ არ ადვილია რომ შექმნა ოჯახი იმ ასაკში, როდესაც უკვე უზრუნველყოფილი ხარ და დამოუკიდებლად შეგიძლია შენი შვილების გამოყვება, სწორი განათლების მიცემა და ასე შემდეგ, ვიდრე შექმნა ძალიან პატარაობაში და მერე ესეთი ოჯახი დაიშალოს და მერე დამატებით პრობლემები და ასე შემდეგ. და ისევ კანონმდებლობას რო დაუბრუნდეთ და ეს თემა ამით ამოვწუროთ. კანონმდებლობა ძალიან მკაცრი იყო, მაგალითად ქორწინება, განქორწინების საკითხებზე, აქ უკვე ძველი კათოლიკური გავლენაც იგრძნობოდა და აგრეთვე იმის გავლენაც, რომ დაუშვათ ქალთა ემანსიპაციამდელი პერიოდი, შემდეგ მკვეთრად მოხდა ქალთა უფლებების და განქორწინების საკითხების დარეგულირება. დეტალებში ვარ წავიდეთ, მოკლედ, მკაცრი იყო ეს კანონმდებლობაც და შესაბამისად რთულდებოდა ისეთ კავშირში შესვლა ნაადრევ ასაკში, სანამ ბოლომდე არ გადაწყვეტ, რომლიდან გამოსვლაც მერე გიჭირდა. და ამიტომ საქორწინო ასაკი გაიზარდა მკვეთრად. ანუ მანამდე თუ 20 ქვემოთ იყო, ეხლა წავიდა 40 ზემოთ. მიხვდით რამხელა სხვაობა. ეს დემოგრაფიასაც იქონიებს არა, ეხლა გაცილებით მეტი შვილი შეიძლება გყავდეს, როდესაც 17 წლის დაქორწინდები, ვიდრე როდესაც 41 წლის დაქორწინდები, ხო? მოკლედ ბევრი რამე გადაჯაჭვული არის რა, მაგრამ რაც მთავარია, იტალიას გაცილებით უფრო იოლი და მოგვარებადი პრობლემები აქვს, ვიდრე ჩვენ. ანუ ბოლოს დასკვნისკენ მნიშვნელოვანია რომ შევაჯამოთ, რომ იტალიის პრობლემებზე საუბრისას არასდროს არ შეგვექმნას ცდარი წარმოდგენა, თითქოს იტალია პრობლემებშია, თავისი გასჭირვებია და ჩვენ რა გვინდა ისეთ კოალიციაში, სადაც ეს ქვეყნები ამ თავის პრობლემებში იხარშებიან და თავის თავს მოუარონ და ჩვენ თავს მოუაროთ. საქმე იმაშია, რომ პრობლემების ხასიათს აქვს მნიშვნელობა. ანუ მათი პრობლემა არის ისეთი რეფორმირება, რომ კარგად რომ არიან უკვე, კიდევ უფრო კარგად იყვნენ. ფეხი აუბან სწრაფ გლობალურ განვითარებას და ეკონომიკური ზრდა რომ აქვთ, კიდევ უფრო სწრაფი ზრდა გქონდეთ. და ეკონომიკური განვითარებული ეკონომიკა რომ აქვს და უფრო ძლიერი არიან და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშუალო ფენა როცა აქვს ქვეყანას ეს მის სიძლიერეზე მეტყველებს, ეს საკითხი კიდევ უფრო განავითარონ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ უნდა აგვერიოს ჩვენ პრობლემებში, ქართულ პრობლემებში. ჩვენი პრობლემები ისეთი როგორიც არის დემოკრატია, მისი სტაბილურობა, მისი განვითარება, ეგზისტენციალური საერთოდ საქართველო იქნება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ იქნება ოკუპირებული თუ იქნება ვინმე ზეგავლენის ქვეშ, ეს საკითხები მას არ უდგას. იტალიას და ევროპულ ქვეყნებს. სწორედ ამიტომ არის მომხიბვლელი ჩვენთვის ევროპის კავშირი, რადგან იგი გეხმარება და რათა უზრუნველყო შენი დემოკრატიული განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობა, მშვიდობა და უკვე შენც ნელ-ნელა ისეთი პრობლემები, არსებობის პრობლემებიდან განსხვავებით შეგექმნას ისეთი პრობლემები, რომ კარგად ხარ, უკეთესად იყო. ეს ასე ვთქვათ, მინდოდა ბოლოსკენ მეთქვა. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რომ ჩვენ აქ სხვადასხვა ქვეყნებზე საუბრობთ ხოლმე ხშირად, ვცდილობთ რომ მიმოვიხილოთ იმ მათი თვალით დავინახოთ სამყარო და შევხედოთ ასე ვთქვათ, ისინი როგორ უყურებენ ყველაფერს და ამ ყველა იმ ქვეყანაში რაც ჩამოვთვალეთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთო თემა არის, რომ მათ აქვთ პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს პრობლემები, მაგრამ ევროპის ქვეყნებს განსაკუთრებით აქვთ ის ინსტიტუციები, რომლებიც საჭირო არის იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რა პრობლემებიც აქვთ. ანუ ამ პრობლემების მოგვარება უბრალოდ დროის თემა არის და არა რაღაც განსაკუთრებული ინოვაციების შექმნის, ან რაღაც განსაკუთრებული რევოლუციური იდეების წამოწევისთვის. ამიტომ მათ აქვთ ის ინსტიტუციური ბაზა, რაც არის საჭირო იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რაც მათ აქვს. მნიშვნელოვანია ჩვენი თვალსაზრისიდან რომ შევხედოთ, ჩვენს განვავითაროთ ის ინსტიტუციური ბაზები და შევქმნათ ის ინსტიტუციური ბაზა, რაც ჩვენ დაგვეხმარება იმ პრობლემების
ეგზისტენციური პრობლემების და იმ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის, რაც ჩვენ გვაქვს. ამიტომ ესე რო გავაგრძელო თქვენი აზრი. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი რაც აქვთ სტაბილური დემოკრატია და განვითარებული დემოკრატია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობა აგვარებს ხალხის სახელმწიფოს პრობლემებს და იცავს ატარებს ხალხის სახელმწიფოს ინტერესებს და არა პერსონების ინტერესებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, ეპიზოდი და თემა, რომელზეც ძალიან ხშირად არ გვესმის ქართულ საინფორმაციო გარემოში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ თქვენი გამოცდილება და თქვენი ცოდნა გაგვიზიარეთ, რომ უკეთესად გაგვეცნო იტალია, უფრო ადეკვატურად გაგვეცნო და ამ ასე ვთქვათ კალკებისგან და ზედაპირულობისგან ნელ-ნელა გამთავისუფლდეთ. დიდი მადლობა თქვენ ინტერესისთვის. წარმატებას უსურვებ თქვენ არხს, იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით, რაც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა და ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.